ქუთაისში ფაბში გოგო მითხრა რომ მეო ვარო ზაზაო ოღონდ გოგო გრძელი სათავე რო აქ მაგიტო არ ვამბობთ თუ არის რას ხედავთ როდესაც სას უყურებთ ხო ახლა მე დღემდე მგონი ვარ ხალხს რომ ანის ვარ რა ანუ თუ მაგარი და უზაზაზმაო და რაღაცა მუღამშია დაბრედის ხასის ამ ბოლოს Home Alone-ზე სტილი მე რაღაც აი კევინ და რაღაცა მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი პოდკასტების სერია, დღეს რიგით მე-11 ეპიზოდს ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, მაგრამ სანამ სტუმართან გადავალთ, აუცილებლად გეტყვით, რომ უნდა გამოიწევოთ ჩვენი არხი მე-4 კედელი Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე, რათა ჩვენ შევძლოთ და გავაგრძელოთ თქვენთვის ამ საინტერესო პოდკასტების ჩაწერა და იქნებ სპონსორის გამოჩნდეს, რა ვიცი. რა იცი რა. კარგი იქნება რომ გამოჩნდეს. მე შევერთებ ერთი სიტყვით იმაში, რომ სპონსორი როგორ თუ ამდენი ხანი სპონსორი როგორ არჩევს. სად არის სპონსორი, რა საკეთებთ, რა ხდება? და ორი ხალხი მოვყვავს. მე-11 ეპიზოდი წეგავს საუბრობთ, თითქმის 1 წელი გავიდა. მოკლედ აი უკვე გაიცანით. გიორგი ბოჭორიშვილია ჩვენი დღევანდელი განაცემის სტუმარი, მსახიობი, უნიჭიერესი და ასევე ძალიან კარგი მოქალაქე ამ ქვეყნის. გიორგი, მადლობა ყველაფრისთვის და გითხარი პირველ რიგში როგორ ხარ? არა მიშავს რა. კარგად ვარ თქო, ვერ ვიტყვი რაღაც არ არის ეგრე, მაგრამ ცხოვრ რაღაც არაფერი განსაკუთრებული ცხოვრობ რა. ჩვენ ვიწყებთ ხოლმე ესე ქრონოლოგიურად რა, რაღაც ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ადამიანი თავისი ბექგრაუნდით და რა თქმა უნდა პროფესიული ცხოვრებით. და მეც მაინტერესებს რაც ბევრმა არ იცის ჩვენმა მაყურებელმაც ალბათ როგორ დაიწყო შენი და კინოს ურთიერთობა პირველ რიგში და თუ თეატრიდან დაიწყო თუ როგორ მოხდა თქვა თეატრალურში სწავლობდი? კი, თეატრალურში სწავლობდი და ну ერთი რამე რო სიმართლე რო თქვა არის რომ რატომაც მსახიობობა რატომაც გადავწყვიტე თავიდან ბავშვობაში ანუ იმიტომ რომ ფილმებს რაღაც ფილმებს რო უყურებდი მომწონდა მსახიობები და ანუ სპექტაკლებზე ხა რაღაც სადღაც სპექტაკლებზე ბავშვობაში ამის დედაჩემს ალბათ დავყავდი მახსოვს რაღაცეები დიდად კარგი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ იყო კინო და თეატრალურში რო ჩავაბარეთ ესეც იყო რა პრინციპში ესეც ერქვა თეატრისა და კინოს მსახიობია დიპლომში წერე დიპლომი არ ამიღია მართალია იმიტომ რომ რომელ წელს დაამთავრე შენ არ მახსოვს ხოთაშობს და დიპლომი რატო არ აიღე დიპლომი არ აიღე იმიტომ რომ მივედი მაშინ და რომ დავამთავრე და რაღაც თან სტუდენტი რო ხარ და მივედი რაღაც 25 ლარი ღირდა თუ რაღაც და არ მქონდა და ნუ აი მივხვდი რომ მეთქი ამის 25 ლარი და აღარ ავიღე რა გასაგები არა პერიოდიც არის არა ცოტა ეხა სადღაც გული მწყდება რომ ანუ სიმბოლურად მექნებოდა ეგ დიპლომი რა იმიტომ რომ რავი მაინც მაგრამ პრინციპში არაფერში არ მჭირდება ხო და ანუ თავიდანვე შენი ინტერესის სფერო უფრო კინო იყო ვიდრე თეატრი არა თეატრიც ანუ თვითონ უკვე რო ჩავაბარე იმ დროს იყო რა რაღაც ეგეც მაგრამ ისე წავიდა მერე რომ ანუ რაღაც ცოტა გულწრფელად რო თქვა სულ მქონდა რაღაც განცდა რომ ბოლომდე თეატრი არ იყო ჩემი ანუ ის არც მიზანი და არც სურვილი, იმიტომ რომ სულ განცდა მქონდა რომ რაღაცას მეტ სხვა რო ვაკეთებ რა, ანუ იგივე რეპეტიციებზე ან რაღაცის დროს და კინოში პირიქით არის რომ პირიქით ანუ რაღაც შენთვის რო ხარ უკვე ისიც ჩანს კამერაში და ანუ რაღაც მომენტში ეს ბალანსი სულ იყო და რაღაცნაირად მე თვითონ ცხოვრებამ ალბათ ისე მიმიყვანა რომ უფრო მე კინოები გაჩნდა. მე სხვა რო ვაკეთებში გულისხმობ პათეტიკურ ნაწილს, თქვა თამაშის დროს რაღაცა ოვერექტინგის ამბავს თუ? არა, ხო და ანუ რა მიხდი, ანუ ცოტა რა არის, იცი რომ სხვა დოზა გჭირდება ენერგიის და ყველაფრის და სხვა ფიზიკური რაღაც არ ვიცი რა, რაღაცა სხვა გჭირდება თეატრში სცენაზე, ვიდრე კინოში რა, ანუ და ეგ სხვა რომელიც არის მე ვფიქრობ რომ ჩემ ბუნებაში ეგ არ არის ისე რა როგორ თქვა რა ანუ არ არის ეგ ის ჩემი რაღაც ან უფრო შეიძლება უფრო მომწონს რაღაცნაირი კამერული სპექტაკლები პატარა ხო ხდება მცირე სცენა სადაც ცოტა მაყურებელია ანუ ეს რაღაცა ეგ და კინო ანუ კინო უფრო არის ის რომ სულ რო არაფერი არ თქვა და შენთვის იყო რაღაცნაირად და რეჟისორი თუ დაგინახავს ზუსტად დაგინახავს და ანუ იმ რაღაცა იმ შენმა ჩუმად ყოფილამ შეიძლება ყველაფერი თქვას და ამიტომ
რაღაც კინო უფრო ის იყო. არა იმიტომ რომ რაღაც კინო ვითომ უფრო რაღაც ან პრესტიჟულია ან არ არის, ანუ ვერ იტყვი მანდ რა როგორ არის. თეატრს თავისი ძალიან დიდი ისა აქვს, რა ქვია, თვითონ სპექტაკლის თამაშსაც ძალიან დიდი ბედნიერება და რაღაც მედიტაციასავით არის, მაგრამ ნუ კინოა. პირველი გამოჩენა შენი ეკრანზე როდის მე როგორც მახსოვს ახლა შეიძლება ვწდები ამ ჩემთვის იყო შუა ქალაქში მე მგონი პირველად რაღაცა ერთ სერიაში იყო აი საერთოდ პირველი გამოჩენა ძალიან სასაცილო ისტორია არის ძალიან ძველი არ ვიცი ხა მაგას აღარ დავაკონკრეტებ რაღაც კლიპში ვარ რომელშიც ნუ რაღაც კლიპი იყო ძალიან მაშინ ჯერ ჩაბარებული სამ მუსიკალური თუ პოლიტიკური მუსიკალური რაღაც მაშინ ხო ქართული ესტრადა და რაღაც ხო იცი ღერო და როგორც ეხა პოდკასტებია. ისე მართლა რამდენი კლიპები იყო ხრა ძალიან ბევრი. გახსოვს რა, ანუ აჩიკო მეფარიძე და ძალიან ბევრი. და რიმეიქები იყო რაღაცა სიმღერების და ძალიან ის იყო რა, ბუმი და მაგ დროს რაღაც კლიპში ვარ რა. და აი ეგ იყო პირველი გამოჩენა და მე რაღაც ეპიზოდები რაღაც მახსოვს მაშინდელი საზოგადოებრივი არხის რაღაც სერიები იყო ეგეთი სასამართლო პროცესები თუ რაღაცები. ხო ხტები, აი კარგად არც მახსოვს, მაგრამ აი რაღაც ეგეთი რაღაც გადაღებები რა, ანუ ჯერო შენც რო სტუდენტიც რო ხარ და საერთოდ რო არიცი რა ხდება და კიდე რაღაც კლიპში ყოფილი ვარ სადღაც იმაში რა ქვია მასოვკა და რაღაცა ეგრე რა და აი ძალიან იმედგაცრუებული რო მოდიხარ ხო ხტები რა ზედრო არავინ არ გიყურებს და თან რო მთელი დღე რო სადღაც წაგიყვანენ სადღაც უდაბნოში 20 საათი გამუშავებენ და ბოლოს რაღაც 35 ლარს რო გაძლევენ და იმასაც რო არ გაძლევენ და აი რაღაც აი ეგეთი გამოცდილებები მახსოვს რა ანუ ეს ტელევიზიების პროდიუსერები და რაღაცები მაშინ რაღაც სხვა ის იყო რა კიდე რა და თეატრალურში გასწავლეს რა ყველას ვეკითხებ მეც თეატრალური მაგ დამთავრებული უბრალოდ ისე დროს სწავლობდი რომ ნუ ან ლაითად მასო ნუ ჩემი 90-იანი წლებია და ცოტა რთული წლებია და ხო თეატრალურში რა ვიცი ვერ ვიტყვი ვერც მაგას ერთი რამე რაც იყო შემიძლია თქვა რომ თავიდან ჩავაბარე მოხდი ლილიოსელიანის ჯგუფში და ლილიოსელიანისთან რაღაც ისე წავიდა ურთიერთობა რომ ანუ ავიღე აკადემიური რა მაგრამ ეს აკადემიური რო ავიღე აი მაგან და ლილიმ პირდაპირ რაღაც მაშინ მითხრა რომ შენ ანუ არ ახარ კოლექტიური პიროვნება შენ რაღაც სერიოზულად არ უდგები ამას და აზრი არ აქვს და თუ ჯარისკაცი და ამას თუ ეს არ მიგვიდგა და მოკლედ ავიღე აკადემიური რა და მახსოვს რომ აი მაგან განაპირობა მე რეალური სურვილი მსახიობობის რა გაბრაზდი უფრო ანუ გავბრაზდი ცოტა რაღაც ეგეთი ხასიათიც მაქვს მაგრამ თან რაღაც მომენტში ისე დამისერიოზულა მივხვდი რომ მე მივხვდი რომ რეალურად ესეა რა ესე იგი რა ანუ აქ სახუმარო ამბავი არ არის მე ავიღე აკადემიური მე ჩავაბარე და მე აკადემიის მე ჩავაბარე და ვიყავი შალუტაშვილის ჯგუფში მე ისე დავამთავრე რომ სადიპლომო სპექტაკლშიც აღარ მითამაშია უკვე პარალელურად რაღაც იყო ესეთი ძალიან კარგი მსახიობი და პოეტი თუმანიშვილის თეატრის მსახიობი და მე უკვე რეჟისორი ლალი კეკელიძე რომელიც გარდაიცვალა და ლალისთან მე ჩემი კიდე მეგობარი გიორგი კალანდარიშვილი და რამდენიმე ანუ ახალგაზრდა მსახიობები მაშინ ლალი რაღაც თავის პიესებს აკეთებდა თუმანიშვილის თეატრში და იქ ლალისთან მუშაობდით და ლალიმაც თავისებურად ძალიან ბევრი რაღაცა ის რაღაც სხვა უკვე სხვანაირად დაგვანახა რაღაცები რა იმიტომ რომ ლალი ყოველთვის რაღაცნაირი წინააღმდეგობაში იყო ამ არ ვიცი რა რეჟიმია თუ რაც მაშინაც რეჟიმი იყო სუარი მაგას და რაღაცნაირი ისეთი მე ამბოხე ის იყო რა კი არ გამიგია მე აი რამდენი ადამიანი ეს ძალიან კარგი ლექსები აქვს სხვა შორის და ისედაც რა ძალიან საინტერესო პიესები აქვს და აი მე რომ ნახოთ და დასერჩოთ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და აი ეს იყო და მე ლალი გარდაიცვალა სამწუხაროდ და ლალი რო გარდაიცვალა მე რაღაც მომენტში თეატრთან ნელ-ნელა ყველანაირი ის ჩავხსენი რა ილიანში ვთამაშობდი ერთ სპექტაკლს რაღაცას კიდეს ათონელზეც რაღაც ჩემო მეგობარმა გააკეთა სპექტაკლი ესე პერიოდულად სულ რაღაცა იყო ხოლმე რა ანუ კიდე რაღაც პერფორმანსი იყო მიშა ჩარკვიანის იქ ღია სივრცეში და იქაც მივიღე ესე პერიოდულად აი ხო იცი რაღაც ცხოვრება რომ რაღაც სადღაც მიყავხარ და უცებ თავაზობს რაღაცას რომელიც აი მაგ მხრივ ძალიან ისეთია ხოლმე რა ანუ თვითონ სცენა და თეატრს ეგ ძალა აქვს რომ რაღაცა თითქოს რაღაცას ამოთქვაო ან ამოიღებ რა და ნუ კიდე მაქვს ერთი რაღაც ჩემი ისეთი მნიშვნელოვანი თეატრალური ამბავი რომელიც ხა ძალიან გრძელი თემაა და ამაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს
უფრო ის კინო სახიობად იდენტიფიცირდები. ჩემთვისაც და ეს იშვიათი გამონაკლისი ხარ, არა მარტო ამაში, მე მინდა კიდე სხვა რაღაცები უფრო გრძლად ვისაუბრო, რაში ხარ ჩემი აზრით. გამონაკლისი საქართველოს სახეობებს შორის და მოდი პირველ კინო გამოცდილებაზეც მოგვიყევი. როდის იყო? ცუცუდო ალბათ არა? კი, არა, შუა ქალაქში იყო მე ამას. შუა ქალაქში. ნუ ეს პატარა ეპიზოდები შეიძლება მე არ კი, რა, შუა ქალაქში სუადრე ვიყავი. რაღაც ეპიზოდში. ციხეში რომელიც მახსოვს. ციხეში ხო, გახსოვს ხო? რა, ეგ იყო, ეხა გამახსენდა, საერთოდ არ მახსოვს. რაღაცები აღარ მახსოვს რა. მაგრამ ეგ პერიოდი იყო რაღაცნაირი, ყველაფერი ხდებოდა ერთდროულად რა. ესე იგი იქ რა. შეცდა დაიწყო 2011-ში, ხო? ეგ აი დროები, წლები და რაღაცები საერთოდ არ ვიცი რა. ანუ აი მიხდი ეხა რომ მართლა რომ მითხრა რომ რომელ წელს დავამთავრე, რომელ წელს ჩავაბარე, ეგ რაღაცები არ ვიცი რა. ანუ არ მახსოვს რაღაც twin-ში ეგის არ მაქვს. ხო და აი როგორ მოხდი ჩცდ-ში, მოდი აქედან დავიდე. დამირეკა კასტინგის დირექტორმა ეგ ამჟამანაძემ მითხრა, ეგ ცოტა მისტიური ისიც არის, იმიტომ რომ მაგ დროს აი რაზეც ვამბობდი რაღაცაზე მუშაობდი ჩემ მეგობართან ერთად სპექტაკლზე, რაღაც ეგეთი პირობა გქონდა ამ მუშაობის დროს, რომ არ უნდა მომეწია სიგარეტე, არ უნდა დამელია, რაღაცნაირად ძალიან უცებ რაღაც მაგარ ფორმაში აღმოჩნდი, ანუ ჩემ დაუნებურად როგორც არასდროს არ ყოფილვარ მაშინ და ამ დროს პარალელურად უცებ გამოჩნდა ეს რაღაცები რა. და ნუ დამერეკა ეკა შემომთავაზა ეს რაღაც როლი, რომ უნდა თითქოს რაღაც კლასიკური რაღაც ქართველი ვაჟკაცი, რაღაცნაირი ცოტა აგრესიული რაღაცნაირი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ძალიან ანუ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი გახდა ეს შეცდომა. პირველივე სეზონიდან და პირველივე სერიიდან. პირველივე სერიიდან არა, არ მახსოვს რაღაც მესამე მეოთხე სერიიდან იყო, მაგრამ ანუ აი მანდ რო დაიწყო და აი მახსოვს რომ აი მართლა გეუნები გადაღები, აი თითო შეიძლება ტექსტები მახსოვს რაღაც სერიების რა, ეხლაც რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეგ რაღაცები ჩემთვის მაშინ რა და მე თან რაღაცნაირად ეს ევოლუციას განიცდიდა რა, თვითონ გმირიც და ქეთიც რაღაცნაირად წერდა რა უკვე რა, მაგას თავიდან ხო მithkoms ეგ ბევრჯერ რომ ქეთი რაღაცნაირად ესე წერდა ხოლმე თუ რაღაცას დაწერდა და ჩააგდებდა ანკეს რომ აი შეიძლება აქ რაღაც საინტერესო მოხდეს შენ თუ მე მსახიობი თუ ამას თავისებურად განავითარებდა მე ისიც საპირისპიროდ შენსკენ მოდიოდა და რაც ეგრე განვითარდა რა ხო ბევრი ანუ ეს ზაზას პერსონაჟი თავიდანვე ან ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ შენც განავითარე იმასთან ერთად კი იმიტომ რომ თავიდან ხა ეგ რაღაც მოიაზრებოდა რაღაცნაირად რა ანუ სხვა ანუ ყველაფერი ხო ეგრე ხდება რა თან რომ რაღაცა წარმოგიდგენია მაგრამ უცებ შეიძლება მიხვდე რომ სხვა რაღაცა ვა ეს ტიპი შეიძლება ანუ რაღაც სხვადასხვა შრეები შეიძლება შემოვიდეს რომელიც ხო ხა მე დღემდე გონი ვარ ხალხს რომ რაღაცა ისვარ რა ანუ მიხდი მაგარი და უზაზაზმაო და რაღაცა და ეგრე ხვდებიან გაიგე ამ პოდკასტის მე დარწმუნებული ვარ რომ ხალხი მიხვდება რომ სულიად სხვა ხარ იმიტომ რომ ისეთ თემებზე მაგრამ მაინტერესებს მაგრამ ეგეთიც ანუ ეგეც არის ჩემში არის ეგეც ხო ხვდები რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა მსახიობ თამაშობ და ხო არ მიქიდან ხო არ მოიგონებ მაგრამ ну უბრალოდ რაღაც ძალიან პატარა იმას მოიცავს. აი ბევრი მხარე არ იცის ხალხმა შენი და ამას გაიცნობს. და ბევრი წელი მიდიოდა, ხო, რამდენი წელი იყო? ეგ ერთი რავი, 12 თუ რაღაც ეგრე რა. და ანუ მე რაღაც ფორმაში აი მაგას ამდენი წელი რო ხდება, რომ ერთი და იგივე ტიპს თამაშობ, აი რა ის არის. ძალიან იცვლებოდა რა. აი ჯერ ერთი რო ძალიან იცვლებოდა. ისე შენმა პერსონაჟმა ტრანსფორმაციებიც განიცადა. არა, ეგ თქვა, ხო, ეგ კი ბატონო. მაგრამ ძალიან ანუ იცვლებოდა რაღაც გარემოებებიც და თითქოს აი ჩემთვის აი სულ მაგას ვამბობ რომ სულ ეგ იყო როგორი რაღაცა იცი რომ რაღაცა მუდმივი ტესტი აი წარმოიდგინე რომ თან ფორმატი რომელიც კვირის დღეებში იღებ და მე იმაზე რა ქვია კვირის ბოლოს გადის ორი სერია ანუ ისეთი რაღაცა არის რომ მუდმივად გაქვს საკუთარ თავზე დაკვირვების საშუალება ხო ხდება აი სამშაბათს რაღაცა გადაიღე შაბათს უყურებ და ვა რა ცუდად გავაკეთე ეს ფიქრობ რა და ანუ მაგან იმხელა აი თავარი ჩემი აი როგორ თქვა რა ანუ ვნება მაგ დროს იყო ის რომ მუდმივი შესაძლებლობა რომ რაღაცა გააკეთო იმაზე კარგად ვიდრე წინა კვირას გააკეთე რა აი გასაგებია მაგრამ უყურებდი ანუ ხო არის რომ ზოგი რაღაცა ვითამაშე და არა უყურებდი რა სულ თავიდან Facebook-ზე კომენტარებსაც ვკითხულობდი ხო ხტები რომ გაგინებენ და რაღაცა და აუ ეს პიტალო და რაღაცები და თავიდან ცოტა ხო იცი ესე ვიყავ მე მაგან გამიარა ეხა მაგას ხო შეიძლება ეს გამომადგა ექსკილი რაღაცნაირად რომ ეხა აღარ მადარდებს ეგ მაგრამ უყურებდი მე უკვე რაღაც დროს უკვე უყურებდი ხოლმე ჩემ ეპიზოდებს ჩემ სერიებს სადაც ვიყავი მე რო ვიცოდი რომ ვარ და ანუ თუ არ ვარ
დიდად აღარ უყურებდი რა, მაგრამ ვუყურებდი, ჩართულიც ვიყავი და ანუ თვითონ რაღაც უხილავი პროცესი იყო ეგ რა, აი თითქოს ხო ხტები ქეთი წერდა, გიო იღებდა, იქ თენგო იღებდა კიდე, ბესო იღებდა, ანუ ბევრი რეჟისორი სოსოც იღებდა პლიატი. სოსოც იღებდა, სოსო უკვე ცოტა ბოლოს რა, რამდენიმე გადაღება სოსოსთან ერთადაც მგონია კიდე იღებდნენ და ანუ ამ ხალხთან რაღაცნაირად ძალიან ახლო დავახლოვდი, ხო ხტები ოპერატორები ბიჭებიც იყვნენ, ვახია იყო, ცოტნე იყო კიდე იყვნენ და ანუ რაღაც თვითონ მომსწრები ხდებოდნენ იმისი რომ ჩვენც რაღაც მაქსიმუმ ვცდილობდით და იმ პირობებში როგორც შეიძლებოდა და ანუ რაღაც ყველა ვიზრდებოდით რა ესე ვთქვათ რა ეგრე რომ დავარქვა იმიტომ რომ და აი მაგის ძალიან მადლიერი ვარ იმიტომ რომ ხა რა ვიცი მაგდენი ფილმი ან რაღაცა ჩვენთან არ არის ხო ხტები რომ ხო არა ესეთი ამ სიგზე რაღაცა და ესე რომ თან მიყვებოდა აი ეგეც საინტერესოა რა მაგ სერიალს ახლა ვიღაცა შეიძლება მოწონდეს ვიღაცას არ მოწონდეს მაგრამ გავლენა იქონია საზოგადოებაზე ძალიან სერიოზული და ჩემი აზრით მართლა თან როგორ იყო იცი მეც ხან უყურებდი ხან არ უყურებდი როგორც ყველა ახლა მთლიანად ვიღაცა მანიაკები არიან იასნია ყველაფერი ნანახია თუ არა ხო ეგეთების იქნებიან მაგრამ მე როგორ არის იცი თითქოს რაღაცა მომბეზდებოდა და მე რაღაც ისეთ პერსონაჟს გააძრობდნენ რომ всё რა ეგრევე გიადებდა და მიყვებოდი რა ეგრე იყო ნახდაც კი ხო და აი მაგას რაღაცნაირად ერთად პრინციპში ისეთ დროს იყო ეს ფილმი თუ სერიალი თუ რაც ქვია რომ მაგას ხვდებოდით რომ თქვენ ანუ ფილმი მიყვება ყოველდღიურობას იმას ყოველდღიურობას ხო რაც ხდება ქვეყანაში ხო მე გძნობდი მაგას Facebook-ზე საერთოდ მიხვდი რაღაც მაგალითად რამე ისეთი სერია თუ იქნებოდა ხალხი პოსტებს წერდა ხო ხვდები რა რომ აი დღეს და რაღაცა და აი მახსოვს რომ იგივე რაღაც ისეთი სერია იყო ამ შემთხვევაში ჩემ პერსონაჟიდან გამომდინარე და ჩემზე ვიტყვი რომ ვიღაცები რო წერენ რომ ვა და ანუ ძალიან კაი იყო და რაღაცა რო ხვდები რომ რაღაცნაირი აწპოში იყო რა ანუ აი ნახდათ აი ცოტა ლაივი იყო რა ანუ იმისი და ეგის ქონდა რა ეგ ენერგიაც ქონდა ეგ რაღაცა სიმართლეც ქონდა თავისებურად და ხო ხვდები ხა მოგწონდა არ მოგწონს თუ რაღაცა გავიგე მე ხა ესე უყურებ მაგას რომ ვიღაცა ხო ხვდები იქ ვიღაც კინო და ანუ სერიალში თუ რაღაც არ უნდა წახვიდე სერიალში თუ არ წავედი კინოში საიდან უნდა მოვხვდე ხო მე რო სერიალში არ ყოფილიყავი კინოში ალბათ ვიღაცამ ხომ უნდა გნახოს რა და ანუ ეგეც მაგფრივაც კარგი იყო რა და მგონია რომ ეგრეც არის რა და ანუ საინტერესოა განწყობები სოციოლოგიაში გასაგები მაგრამ ქუჩაში ხალხისთვის მაინც უფრო იყავი ანტაგონისტი თუ აი ძალიან ისე ხვდებოდნენ როგორც პატივისცემი და იმიტომ რომ იყო ერთ-ერთი პერსონაჟი ჩუცუდიცი რომელსაც რაღაც მანქანა დაუმტრიეს თუ რას ხოცა ცუდ კაცს რო თამაშობდა არა ხო ეგ ზუსტად ბოლოში ხო ეს ვინ იყო მაგრამ ზვერაძე არა ჩემ შემთხვევაში მე მახსოვს ქუთაისში ჩვენ ჟიურის წევრი რო იყავ ჩვენთან ბავშვების გაგიჟებულები ფოტოებს იღებდნენ შენთან ეხლაც არის ეგრე რა ეხლაც ანუ რაღაც ბავშვების მიმართ როგორც ვატყობ მაინც რაღაც ხან აი გუშინ მე და სანდრო კობერიძე მოვდიოდით წერეთელზე და პატარა გოგო მოვიდა და ეგეთი ძალიან მაგარი რაღაცა იყო რა უთხარი რომ პირველად დავაფიქსირე ეგეთი რამე რომ უცებ მითხრა გამარჯობა მეთქი და თქვენ ხო ჩსდ-ში მონაწილეობდითო ზაზას როლს ხო თქვენ ხო ზაზას განასახიერებდითო ესეთი ეგეთი ფრაზა მითხრა ეგა და იმდენად არავის არ უთქვამს ეგრე რომ აი თქვენ ანუ მიხვდი გამიჯრა რა პიროვნება როლი და რაღაცნაირად და ისეთი რაღაც კულტურული ის იყო რა ანუ ამ ბავშვის მხრიდან რომ გამოვშტერდი მე თვითონაც რა და აი ეგ მაგალითად ეგ ბავშვებს უფრო ქონდათ ეგ რაღაცნაირად აი უფრო როგორ გითხრა რა უფრო სუფთა და რაღაცნაირი სიყვარული აი უფრო მსახიობად აღგიქვამენ და არა რაღაცა და უფრო თაობას რო ვიღაც კაცები და ეხა ვიღაცები რო ხედავენ რომ ეხა ამასთანაც ქუთაისში გოგომ მითხრა რომ აი ქუთაისში ფაბში გოგომ მითხრა რომ მეო ვარო ზაზაო ოღონდ გოგო ეგეთი მაგარი რაღაცა ანუ ბიჭი და გოგო მოვიდნენ ანუ აი ამ პოდკასტს სადმე მოусმენენ ალბათ მოკვდებიან სიცილით მაგრამ ბიჭი და გოგო მოვიდნენ და ანუ რაღაც აუგენას რა გენაცვალეძმაო რაღაცა და რა ვიცი და ბიჭო ხომ არ დალევ და აი თან რაღაც და თუ რა ფოტო გადავიღეთ ვილაპარაკეთ და გოგომ ბიჭმა რაღაც მაუძან მიყვარხარ ძმაო თუ რაღაც და გოგომ აი გოგო ცოტა ესე იყო და ესო ეგ არისო და მე ვარო ზაზაო გოგო ის ბიჭი ცოტა რაღაც ისე იყო ცუდეში იყო ის ბიჭი ძალიან მაგარი რაღაც ის იყო რა და ხო ნუ ეგ არის რა რაღაცა რა ანუ კი ძალიან მრავალ ფეროვანი არის ეგ რეაქციებიც ხო ხტები ვიღაც მოდის და გეუბნება რა უძმაო გენაცვალე და რაღაცა ყველა
რაღაცას აი იმას შვება რა აკავშირებს რა რაც მასთან არის ალბათ ახლოს რა. აი ქართულ კინოს ბოდიში ამის მინდა უბრალოდ შეცდოდი რომ დავამთავროთ სავით, თუ რა ვიცი რომ დამთავრდა გული დაგწყდა თუ პირიქით რომ როგორც იქნა და დამთავრდა თუ არ დამწყდა გული, იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია რომ რაღაცები უნდა დამთავრდეს რა ცხოვრებაში, რომ თქვათ რაღაც დაიწყოს და პირიქით რა, ანუ რაღაც ხრივ მივხვდი რომ რაღაცა დამთავრდა და ერთის ამას თქვაც იყო მეორეს ხრივ ხა ცოტა პერიოდი რო გადის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში როცა არ გვაქვს კარგად საქმე ყველა ვიცით ჩვენ ანუ ამ სფეროში ის არის რა ანუ ძალიან უსაქმური გავხდი რა ცოტა რა ხვდები და მიუხედავად იმისა რომ წასულიც ვიყავი და ანუ მაგხრივ მაგრამ უნდა დამთავრებულიყო დამთავრდა თვითონ ამ რაღაც პერსონაჟის ამ ხოიცი რაღაც ტვირთის მოხსნაც ძალიან კაი არის იმიტომ რომ მორჩა და მიუხედავად იმისა რომ ხალხ საზოგადოების თვალში მაგას ვერ მოიშორებ მაინც ჩემთვის კაია რა და ანუ ხო დამთავრდა და ძალიან კაი ანუ ზუსტად მაგაზე უნდა გადავსულიყო წავიდა რა ხო რა როგორც ხო ბევრი რაღაც სხვა რა ზუსტად მაგაზე უნდა გადავსულიყო ქართულ კინოს საავტორო კინოს გულისხმობა შემთხვევაში უფრო მეტი ხილვადობა რო კონდეს ფართო საზოგადოებას ეცვენებოდა რომ შენ გაცილებით მეტი გაკეთებული იმისთვის რომ ზაზად არ დაამახსოვრდე ხალხს და მინდა რომ აი ზაზას არაფერს არ ვეჭი ზოგადად პერსონაჟი შენი შექმნილია და შენი ნაწილი იქნება ყოველთვის მაგრამ გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი როლები გაქვს შექმნილი. მოდი გადავიდეთ სწორედ აი ამ საავტორო კინოზე და როგორ გამოშვა და ის იშვიათი გამონაკლისი კიდე ერთი რაც მინდოდა რომ მეთქვა და ნუ აი გუშინაც ვლაპარაკობდით ჩვენ სანამ გადაცემას გვეგმავდით იშვიათია რომ ვიღაცა სერიალით ესე დამახსოვრებული იმიჯი გამჯდარი მე ვთქვათ კინოში აი ესეთი მრავალფეროვანი როლები რაღაცნაირად რჩებიან ხოლმე რა მსახიობები შენ შემთხვევაში ძალიან მრავალფეროვანი როლები გაქვს და აი ამ საავტორო კინოზე მინდა გადავიდეთ და აი ამ როგორ მოხდა შენი და კინოს აი პირველი შეხვედრა და დაკავშირება აი პირველი მხატვრული ფილმი რომელშიც შენ ითამაშე რომელი იყო ეს გეტყვი ანუ პირველად როცა ეგრე კამერასთან ვიმუშავე ეს არის ადრე ეს იყო არ მახსოვს რომელი წლის რამდენი წლის წინ მე გავიხსენებ მაგრამ იყო სანდრო კობერიძემ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბერლინში ესე გერმანია ომში ესე ქვია და იქ რაღაც იმ ფილმში თამაშობდი რა და მაშინ მახსოვს რომ მე თბილისში ვიყავი ჯერ ვიზების პერიოდი რაღაცები ანუ გამომიგზავნა მოწვევა იმ თვითონ მაშინ თვითონაც სტუდენტი იყო ჯერ და ბერლინის კინო სადაც BFF DFFB თუ რაც ქვია რა მაგ უნივერსიტეტს და წავედი და რაღაც 2-3 კვირა იქ ვიყავი და ეგ გადავიღე და ეგ იყო პირველი აი ეს კამერასთან და რაღაც რო უყურებ რო აი როგორ მუშაობს და სანდროს მუშაობას მაშინ ნახე პირველად რო ხვდები ანუ ის ოპერატორი მაშინ ჯერ კიდე თვითონაც რო ლაგდებოდა და ცოტა არეული ის იყო მაგრამ ანუ პირველად მქონდა ეგეთი შეხება რა ანუ რომ ჯგუფი როგორ მუშაობდა და იქ ჩვენი მეგობარი იყო კიდე მხატვარი ვინც იყო ის ბიჭი და ანუ გამოვშტერდი რა რაღაც ეს გერმანულ ქართული მუშაობის პროცესი ხო ხვდები რა თან შემოქმედებითი თან ძალიან პასუხისმგებლიანი რაღაც სხვა რაღაცა იყო ეგ იყო პირველი და ну აი რაღაც ძალიან ისეთ დროსთან რა აი ჩემ თავს რო უყურებ ეგ რომ ამასთანაც ვნახებთ ხოლმე გამომიგზავნე მეთქდა რომ ნახე გული გამისკდა ხო იცი რო ვერ უყურებ რა ეგეთი ეგ იყო და მე თვითონ ქართული მხატვრული ფილმი მე მგონი თუ არ ვცდები პირველი მხატვრული ფილმი იყო გიგი შაბაშიძის მეზობელი მართლა მანამდე არისო არა მე მგონი კობერასის კობერასი იყო ის რა ნეტავ აღარასოდეს მოვიდეს ნეტავ აღარასოდეს მოვიდეს ზაფხული მაგრამ ნეტავ აღარასოდეს მოვიდეს ზაფხული გიგი შამდე იყო მაგიგი შამდე გიგი შამდე კი ეგ იყო იცი რა მაინტერესებს ბარიმ რადგანაც კობერაზე ვლაპარაკობთ თქვენ მეგობრები იყავით მანამდეც ხო კი ჩვენ ბავშვობიდან ხო იმიტომ რომ წინ პოდკასტში მაგან მოყვა რაღაცას ყვებოდა მუსიკაზე ხო რაღაც ფილმზე და მუსიკაზე რაღაცაზე ვლაპარაკობთ რაღაც აი ხა ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ხო ანუ ვიცითო მე ხო სიმღერაო და შეზე თქვა რომ ჩაიწერა ეგ რა კინოზე არის
ილაპარაკა ბრაიანის სიმღერა არის ეგეთი ჩემი შვილის ოთახი. ხო, იმისი რა ქვია, კაცო, ნანი მორეტი და იმ ფილმი Sans Room ეგრე. მაგარი ფილმი, არა და იქ ვერ გავიხსენე და მე რომ ნახე პოდკასტში რომ ლაპარაკობთ, ვიძახი რომ არ მაქვს ნანახი თქო და აქ უნდა დავაფიქსირო ნანახი მაქვს და ძალიან მაგარი ფილმია. და ხო, ეგ სიმღერაც ხო. კი, და ეგ მახსოვს, ჯერ ძალიან ბევრი ვიტირე ეგ ფილმი რომ ნახე და მე ეს სიმღერა რომ ბრაიან ენოს სიმღერა არის, მაგას ქვია By this river. ხო. ხო და ვიც გამეორება რა პერიოდი ეცი, აი ტელევიზორში რომ რაღაცა ფილმს რა ჩვენა და მე დილას რომ იმეორებდნენ და დილას დაველოდე და მაგნიტ ფონით ასეთ ჩაუჯექი და ჩავიწერე და მე წავედი ჩემი ერთი მეზობელი იყო რაღაცნაირი ისეთი კომპიუტერებში გარკვეული მაშინ ინტერნეტიც არავის არ ჰქონდა ესე რა და იმასთან მივედი და იმან მაშინ რა ქვია soul sick თუ რაღაც სადღაც იპოვა რა ეს ტრეკი და მაგის მერე ნუ ესე ხო, არა, იმის თქვა მინდა რომ ანუ თქვენ ბავშვობიდან მეგობრები იყავთ. კი, ბავშვობიდან მეგობრები. და მაშინვე ჯერ როგორც ხვდები, არც კობერ აპირებდა რეჟისორობას და არც შენ მსახიობობას თუ რაღაცა. მაგრამ რაღაც დროიდან ვიყავით, როცა ეგ არც ერთს თავში არ მქონდა. ანუ და მე ჩავაბარე სამსახიობოზე, მე სანდრომ ჩააბარა საპროდიუსეროზე ჩავაბარე. და ანუ მე შეიცვალა უკვე ის და მე გერმანიაში წავიდა და მე უკვე სარეჟისოროზე გადავიდა და აი მაკედან სულ მოვდივარ თან ხო რა ანუ მეგობრობის გარდაც ანუ ეს რაღაც ფილმებიც თან დაგროვდა რა რაღაცნაირად და რა ვიცი კიდე მე მგონი დაგროვდება რაღაცები ახაც რა აუცილებლად ესე იგი იყო გიგიშა აბაშიძის მე არა მანამდე ის იყო რა კობერას სანდროს ფილმი იყო ეს ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული და ეგეც ხო მაგ ფილმზეც ორი სიტყვა რო თქვა ეგ გამოცდილებაც ანუ ეგ ცოტა კიდე განსხვავებული გამოცდილება, იმიტომ რომ რადგანაც ტელეფონით იღებდა და თან ვიყავით სულ ანუ სამი გადაღებაზე, სამი კაცი რა, ხო ხტები მივიდოდით რაღაც წავიდოდით სადღაც ვიღებთ ხო, კაი, ვიჯექი, დაჯექი რა იქ მეტროსთან, ვიჯექი რაღაცა, იღებდა, კაი, წავედით ახლა. მიდი ბულკი იყიდე, კაი, ბულკს ვიყიდე და გამოვიდოდით, ახლა წავედით და ეს დავდიოდით და რაღაც ხო ხტები. გაიარე, გამოიარე, ლაპარაკობდით. და ანუ იმდენად არ იყო იმის შეგრძნება რომ ვიღაცა გიღებს რომ ხო ხტები არც ჩანდა რა ის კამერა რა და კამერა იღებდა რა და იღებდა და თან რაღაც სხვანაირი ის ნდობაც ხო ხტები სხვანაირი მაქვს რა ანუ მიხცი ბავშვობის მეგობარი სადრო ხო ვიღაცასთან მიდიხარ რაღაც რეჟისორთან რომ არ იცნობ და რაღაც თან თავი ეს თავიდან რომ გინდა რომ თავი მოაწყო და რაღაც და სანდროსთან ის იყო რა ამიტომ მაგან ძალიან გამიადვილა სხვათა შორის რაღაცები და თან ახლა ისეთია რა პარალელურად მე რაღაცები ხდებოდა და სანდროს თან გადაღება და კიდე სხვადაც გადაღება სულ არის რომ აი თითქოს იმ მაგას ისეთი თვალი აქვს რომ აი ხო იცი სხვა რაღაცებს ხედავს რა ანუ არ ბავშვობიდან გიყურებს თუ რაღაცა და ანუ ვერ იმას იზავდა ეხა უკვე რაღაც შეიძლება ცოტა თემა შევცვალესავით მაგრამ ეხა უკვე რაც ვიზრდები და ასაკი მემატება ხვდები რომ ანუ ხო რა ანუ ეგ გაპრანჭვის და რაღაც ვიღაცას მოვაწონო თავი უკვე აღარა გაქვს რა ანუ აწი ახლა იმას თუ მოეწონები და თუ არ მოეწონები არ გწონდებათ რა თუ კიდე გადამიღე თუ არა და ანუ რომ აგარი მსახიობი ვარ რაღაც ეგ რა ვიცი რა ხო მე რაღაცა პრინციპში კობერასთან მაინც სხვანაირი იმიჯი სხვა ფილმებში უფრო სხვანაირი იმიჯი გაქვს თუ რავი მე ეგრე აი გიგიშას ფილმი ცოტა უფრო გავს ზაზას ვიდრე ხო მე მახსოვს ეგ ისტორია ბოდიში მოვყვებით აი მაგ გიგიშას ფილმს ეხება ჩვენ სამი ვიყავით იქ შენი მოწყობილი ფორუმზე მახსოვს ის კითხვა-პასუხის ამბავი იყო შენ თქვი ხო ფილმი ამბები გამოიწია და ზაზა არ მინდოდა რომ მეთამაშო და იქიდან ნინია იყო და ეგრევე დამეტა ხო ეს ზაზას კი ხო ხო მაგრამ ეგ არის რა ანუ მიხდი ანუ ეგ ჩემი რაღაც გულწრფელი ის იყო რა ქვია მდგომარეობა და თავდაცვითი ის რა რომ რაღაც არა და ხო ეგრეც იყო რა მართლა და მე ხედავს სხვათა შორის რაღაცებს აი მე მაგალითად მახსოვს რომ რაღაც ფილმზე აი რაღაც იგივე რაღაც მაგასაკში თან რა აი თავიდან როცა ფილმში გადაიღებენ ერთხელ ან ორჯერ და რაღაც სადღაც ან ბერლინალეზე ან სადღაც წახვედი გონია რომ რაღაცა ძალიან დიდი ხდება რა და მაგას ვერაფერს ვერ უშვები და ვერ ხვდები, მიხდი აი ობიექტურად რაღაც ფილმსაც ვერ ხვდები შენ რა, ანუ რაღაც იმდენად იმაში ხარ, რაღაც ჰაიპში თუ რაღაც რო გონია რომ ვაუ და რაღაც რო ძალიან ძნელია რომ დაინახო რომ ვა, ანუ რა ხდებოდა, მაგრამ ერთადერთი რაც არის დადებითი ნებისმიერი ფილმის ჩემი აზრით არის რომ ცუდია თუ კაია თუ როგორიც არის რომ მაინც გაძლევს შესაძლებლობას რომ რაღაც მერე ეს
რეფლექსია გააკეთო და მიხვდე რომ ანუ აქ ეს იყო ანუ ეს შეიძლება აქ რაღაც მცდელობა იყო მაგრამ ფილმი არ ვარ გააკ ფილმი ვარ გადა შენი მცდელობა არ არის საკმარისი და სულ გაძლე ეგ არის მგონია მაინც საბოლოოდ სახიობობა რა იმიტომ რომ აი ცუდიც არის კარგიც არის და ძალიან ბევრი ნუყარი და რაღაცა არის და სადღაც და მჯერა იმის რომ ანუ ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ორჯერ ქონდეს შანსი რომ რაღაც აი ისეთ რაღაცაში მიიღო მონაწილეობა რომელიც აი მოხდი ფილმიც კარგია შენც კარგი ხარ ყველაფერი კარგია ანუ ეგ არ ხდება რა ეს ყოველდღე ვერ მოხდება რა ანუ მე მგონი მოხდა ერთხელ მაგ ფილმზეც მივალ ყველავარ ერთხელ კი არა და ჩემთვის აი რომ რაღაცნაირად ისე ქრონოლოგი არ გაცლი ხო ლაპარაკს მაგრამ არა უშავს ანუ მან აი რაღაცნაირად აღმოჩენა იყო ჩემთვის რომ მან უკვე ისეთი როლი იყო რა ზაზა ნაღდათ აღარ იყო მან კი არის მან უკვე ქრონოლოგიურად მეგონი ეგრე უწევს ხო ეგრე უწევს ხო აი ზუსტად ეგრეც მოხდა ზუსტად გიგიშას გადაღების მერე მაშინ ეგენი ტიკოს იყო პროდიუსერი და მაშინ მერე ტიკოს ველაპარაკავდი სხვა შორის ძალიან ისეთი ის იყო რა ანუ თავიდანაც ჩემ ცხოვრებაშიც მაგ დროს უკვე რაღაც ცვლილებები ხდებოდა ანუ ოჯახური მე და ჩემი პირველი ცოლი გავცილდით რაღაც ანუ უკვე მე თვითონაც რაღაც სხვა იმაში ვიყავი რა სხვა ფაზაში ვიყავი უკვე და მე და ტიკომ აი ესე რაღაც ვლაპარაკობდით გულწრფელად ვლაპარაკობდით და ანუ თან ისე მოხდა რომ წავედით მე იქ რა ქვია ფოთში პალიასტომის ტბაზე ხო ხდები ცხოვრობდით რაღაც აი ცხოვრობდი -5 თებერვალში წარმოგიდგენ ესე იანვრის ბოლოდან მთელი თებერვალი იქ ვიყავ ჩამოვედი ფილტვების ანთებით რა წყალშიც გაბანავეს ბანავი მიცურავე და რაღაცა და ანუ რეალურად პროცესი ეგ იყო რა პირველი პროცესი ჩემთვის ეგ იყო რომ მიხვდი ანუ არავინ არ მყავდა არაფერი არ იყო მარტო ვიყავი სადღაც ნომერში ცხოვრობდი -15 გრადუსში ყოველდღე მივიდიოდი ჭამდი სალას ნიორს რაღაც ჭაჭას ვიყავდი რომ ვიყინებოდი აი ეგრე და დაახლოებით პერსონაჟის ცხოვრობით ცხოვრობდი და დამეხმარა ეგ და ყველაფერი და ვფიქრობ რომ ძალიან ის იყო რა თვითონ ამბავით საინტერესო ამბავი იყო ეგ რა ანუ მაგ ფილმის რაც არის და მეც ახლა არ დავიწყებ ახლა ისე თუ ესეა მაგრამ ჩემთვის იყო რა ძვირფასი რაღაცა ის იყო ეგ რა ანუ როლიც და გამოცდილებაც და ხომერე მაგის მერე ეს რაღაც პანორამას სექციაში იყო ბერლინში ხო აი წეგან ეგ მოვყევი ზუსტად რომ აღარ ვილაპარაკო მაგაზე ხო ხდება აი მაგის მერე უკვე ნელ-ნელა დავმიწდი და მე მივხვდი რომ ესე არ არის და მე ნუ ეს კობერას ფილმი რო იყო რომელიც უკვე მე იმაში თავარ კონკურსში მოხდა იყო პანდემია და ჩავედით და აი საერთოდ ადამიანი არ გვინახია ეს ნიღბებით დავდიოდით ფილმის ჩვენების მერე წარმოგია ლუდი ვერ დავლიეთ ფაბში იმიტომ რომ რაღაც პეტკაუფები სიკეტებოდა ადრე და მივედით და აი ხიდზე ვიდექით და ლუდს ვავდით პირბადეებით აი და თავში ვირტყავდი ხელებს იმიტომ რომ მაგის რამდენიმე წლით ადრე ხო ვიყავი მაგ პანორამაზე და იქ თავარ კონკურსში ხო უყურებდი ვიღაც ხუაკინ ფენიქსი და ვიღაცები გამოდიოდნენ ამ წითელ ხალჩას დადიოდნენ და მეთქი ბიჭო ანუ აქ ხავარ და აქ როგორ არა ვარ რა და ანუ ის იყო მაგრამ ეგეც კაია რა ანუ ეგეც მივხვდი რომ ხო იცი რაღაც წყვილი წარმოდგენების ანუ არ არის ეგრე რა ანუ რაღაც მოკლედ რა მაგასაც თავისი საქმე ეს არ ვიცი ამ ფილმის სათაურს არც წინა პოდკასტში უთხარი გიო იყო კოდემ ჩაწერეს გზელი სათაური აქვს მაგიტო არ ვამბობთ თუ არის რას ხედავთ როდესაც სასულყურებთ ამ ფილმს ნათქვამია ხო არისო მე მოკლედ ვერ გავიგერო ნათქვამი რას ხედავთ როდესაც სასულყურებთ ეს არის ალექსანდრე კობერიძის ფილმი, რომელსაც ახლა შენ საუბრობდი, რომელიც მთავარ კონკურსში იყო და ამ ფილმში მე პირადად როცა ვნახე, აი ჩემთვის იყო სრული. მაშინ ზაზაც ვიცოდი, ჰორიზონტის პერსონაჟი ვიცოდი, ყველაფერი, მაგრამ ეს იყო სრული ამოტრიალება, რომ აი ეს ადამიანი, გიორგი ბოჭორიშვილი, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ რომ ვნახე, სრული შოკი იყო, აი ესეთი ტრანსფორმაცია და ესეთი მრავალფეროვნება და პლასტი როგორ შეიძლება გააჩნდეს მსახიობს კონკრეტულს, ну პირველ რიგში მაინც ვიზუალურად გამახსოვრდება ხო ადამიანი რაღაც როლებიდან, საზას იმიჯი რა თქმა უნდა ჩემში, მაგრამ ეს იყო სრული შოკი მართლა რომ ვნახე და აი ამ მუშაობის პროცესზე მინდა რომ მოგვიყვა, აი ამ როლზე გიორგი ქვია პერსონაჟი ფილმში. კი, გიორგი ქვია. ხო. როგორ შეიქმნა გიორგის პერსონაჟი? ხო, ნუ ეგ უფრო აი ძალიან ბევრი რო არ მართლა რო არის ვქნა, ანუ მარტივად ეგ არის ცოტა რაღაც მე და სანდროს მეგობრობა რა ეგეთი რა. ანუ ეგ უფრო არის რაღაც აი შეუთანხმებლად, რაღაცნაირად აი მართლა ორჯერ გვილაპარაკია რომ აი ხო ხტები რომ როგორ ას ფიქრობ და ანუ ბიჭო რავი რა ვფიქრობ რომ ცოტა იცი რა ცოტა ისე ხარ და ანუ აი რაღაცნაირი აი უსიტყვო შეთანხმება, რაღაც აი ცოტა რაღაც ანუ ადამიანი რომელიც თითქოს თან არის და თან არ არის და თან რაღაც თან საყვარელიც არის და თან რაღაც ანუ რაღაც აი ცოტა
აი რაღაც სადღაც აი ვერც ხსნი რა. ხო რაღაც არამქვეყნიური ტიპია თუ. აი რაღაც და თან რო შენ ხარ, როგორც და თან რო შენ არ ხარ და თან შენც უნდა იყო და შენ არ ხარ და აი მაგაზე ისეთი ის არის რა რომ სანდროს მამამ თქვა ერთხელ რომ მაგ ფილმზე რომ რაო ეს ფილმი იმაზეო რომ სანდროს რაც უყარსო დედა მამა მეგობარი ნაყინი ძაღლები ფეხბურთი და მაგაზე გადაიღო რა რა თუნდა ამდენი ფილოსოფია რაღაც ხო და ეგრეა ეგეც რა რაღაც ჩვენი რაღაცა მართლა ჩვენი მეგობრობის ის არის და ანუ რო რაღაც ხო ხდება ზიხარ და ხაჭაპური უნდა ჭამო და ხაჭაპური უნდა ჭამო რა რაღაც რავი რა ხო მარტო რო ზიხარ ხაჭაპურს რაღაც სხვანაირად ჭამ ხო ხდება ან რაღაც გამძელთან რო ზიხარ რას 5 ლარი დაყიდება თუ რა მე მიხჭაი ძალიან ჩვეულებრივად რა და ქუთაისი იყო თან თვითონ მაგის ხო აი ქალაქი ძალიან ეგეთი ქალაქია რაღაცნაირი რა ანუ ყველა ღია რაღაცნაირად რა მიხჭაი ნებისმიერ ძალიან ხარტი ხალხია ძალიან გარემო ისეთია რა ძალიან სპონტანური ძალიან არ არის მძიმე და უყურებ დინარეს უყურებდი მთელი დღე მზიანი რაღაც საყვარელი ხალხი ნახევარი ჯგუფი იყვნენ გერმანელები ოპერატორი იყო ირანელი ეს ძალიან კარგი ბიჭია ფარაზი და აი მიხტი ძალიან კულტურული გარემო იყო და როგორი გარემოშიც ვიყავით მიხტი ეგეთი პერსონაჟიც არის რა მიხტი მაგას ვიზახ იმიტომ რომ რაღაცა და ხო რაღაც ხო იმას ხო არ მიირთმევთ ხო არა და ტორზე წავიდეთ და ეგრე რა მე მან მივხვდი როგორი კეთილი ღიმილი ქონია გიორგი ბოჭარიშვილს. მანამდე ეხლა ხო გაგიღიმია რაღაც იმებში, მაგრამ ეხლა რაღაც სიკეთილი ფილმი ხო არის რაღაც. კეთილი ფილმია. მაგაზე ვიგულისხმე ყველაფერი დაეთქვა. როლიც, ფილმიც, ისიც მე მგონი, მუსიკაც ყველაფერი კარგია რა, რო უყურე. კი, კარგია ხო. და მეც ღიმილზე გამახსენდა და იმასაც უთხარი კობერას, რომ ეგ კინო როგორ იყო ისი, რომ დაიწყდა და გავიღიმე. ეს 2 საათი ნახევარი ეს ღიმილით ვიჯექი რა, ანუ ისე დადებითი ენერგიით გმუხავს. აი მე გიждები რა იმ სცენაზე მაგ ფილმში, აი ბავშვები ფეხბურთს რო თამაშობენ, აი არის სიგიჟეა. აი პირველად რომ გამომიგზავნა ეგ და რომ მაჩვენა ფილმი, აი მახსოვს რომ მაგ ფილმზე აი რაც ცხენლები წამომივიდა მე მეც ნატირალ რაღაც შედევრია, იმიტომ რომ თან ეგ მოედანი სადაც არის ზუსტად იდეაში ჩემი გმირის სახლი არის ეგ და იქ ბალახვანში მანდ სად არის იცი ხო იცი სად არის იქ ჩვენ რო ერთად სასტუმროში ვიყავით მე რო აღარ ვიყავით აი მანდრო სტადიონი ეგ არის და ანუ ეს ბავშვები რაღაც რო თამაშობენ და თან რო უყურებ და ანუ იღებენ ხო იცი რომ იღებენ რაღაცას მაგრამ ანუ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი რომ ეგეთი რამე შეიძლება ყოფილიყო ან ის მე იქ მოაჯირი ჩამოსაროს ხედან ესე ბავშვები 11 ბავშვი რო მოლოდინში რაღაც ეს რომ მიდის ანუ ვიტყვი აი ეს სახეები რაღაცები მუსიკა ყველაფერი ანუ მუსიკაც ეგეც აღსანიშნავია რომ გიორგი კობერიძე ანუ ძალიან რაღაც ის არის რა ხო ანუ ძალიან სანდროს ძმა ბევრი რაღაც ის არის დეტალია რომელიც დეტალი კი არა ბევრი რამეა რაც ხო კი ნამდვილად და უშუალოდ მაგ სცენაზე რომელსაც ჩვენ გულისხმობ ბავშვების ფეხბურთში თამაში მაგ სცენისთვის მუსიკა ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი 1990 წლის სპეციალურად ნაყიდი რომელშიც ძალიან ბევრი ფული გადაიხადეს რომ 1990 წლის ჰიმნი არის დადებული ვიცი კარგად მახსოვს ჩემპიონატი და მაგაშიც ნუ ეს აჩემება ქონდა რომ ეს უნდა იყოს და რაღაცა ეხა მსოფლიო მოდის და მაგის გარდა ისედაც თვითონ ეგ მე დღეს ვამბობდი რა სადღაც რომ მაგის გარდა ეგ პერიოდი თვითონ გადაღების აი ერთ რამეს ვიტყვი რა რაც მნიშვნელოვანია ეგ არის ერთ-ერთი ალბათ აქამდე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი რა იმიტომ რომ ნუ ჩემი უახლოესი მეგობარი იღებდა ფილმს ვიყავი ჩემს საყვარელ ქალაქში რომელიც არის ქუთაისი და ანუ ყველაზე მეტად მიყვარს ქუთაისში წასვლა ნებისმიერ შესაძლებლობაზე მზად რომ წავიდე ცხოვრობდი წყალტუბოში ჩემი დეიდაშვილი მაშინ სასტუმრო ქონდა იქ და იმ სასტუმროში ცხოვრობდა რაც ძალიან კარგ ნომერში და მარტო დილას მანქანა მაკითხა და დილას გადაღებას მივდივდი საღამოთი სეირნობდი წყალტუბოს პარკში და ანუ ნუ აი წარმოგიდგენ რაღაც აი თქვენ 2 თვე თუ რაღაცა ესე და აი ნუ პერიოდულად ჩემი ცოლი და ბავშვები ჩამოდიოდნენ ხოლმე და რო ჩამოდიოდნენ ხოლმე როგორ ვიყავ ვიცი რომ მორეწა ხო მაშინ თაკო მეუნებოდა რომ შენ მეგონი რაღაც ჩვენთან ერთად აღარ გინდა და რაღაც დავდიოდი და ანუ დედა ჩემიც მუშაობდა მაშინ თან წყალტუბოში იქ იმ სასტუმროში და ის რაღაც ანუ რაღაც იმაში ვიყავი რა ანუ ყველა მხრიდან რაღაც მაგარი იყო მოკლედ და თან გადაღება და ყველაფერი და საუკეთესო თინცაც ეტყობა რომ კარგად იყავი კარგად ვიყავი რა ხო რა თავის ტორტებით და თავის იმებით სუგებთან ერთად გატარებული დროებით ყველაფრით ძალიან საინტერესო
ისე ჩვენი ერთ-ერთი თემად კიდევ გქონდა ეს ქართველი მსახიობების რაღაცა არათუ 1-2-ის რა მასობრივად დაიწყო ერთი პერიოდი ეს ბრიტანული ვოიაჟები და რა იქ წასულ ხო მოდი მაგ ნაწილზეც მოგვიყევი მაგამბებზე ბრიტანეთში როგორ ცხოვრობენ ქართველი მსახიობები და რაღაცა ეს გაიხსნა ამბავი და რამდენიმე რაღაც სერიალშიც გადაგიღეს იქ კი იმ რაღაც იმ სერიალშიც გადამიღეს ერთი რაღაც ეპიზოდში რა და კაი იყო ეხლა რაღაც მაგრამ ნუ არასაკმარისი იმისთვის რომ უფრო კარგი ყოფილიყო ეგრე ვიტყვი კარგი იყო ხო ნახდათ მაგრამ იქ ნუ იქ რაღაც ეს რაღაც რა ქვია ამას ეს გლობალ ტალანტ ვიზას ამბავი რო გაირკვა რომ მსახიობი ხარ და საერთაშორისო რაღაც პროექტებში თუ მიგიღია მონაწილეობა ან საერთოდ ჯილდო თუ აგიღია ან კოლაბორაცია გქონია რაღაცა ამ შემთხვევაში გაძლევენ ნუ გასაგებია პროგრამა არის ის რომ ბრიტანეთი ცდილობს რომ სადაც ვინმე რამე კარგის გაკეთება თუ შეუძლია ქვეყანა თავის ქვეყანას შესაძლებლობას არ აძლევს ისინი გონიან რომ მოდი და ჩვენი სახელით გააკეთეთ და გაძლევენ ამ შესაძლებლობას რაც პრინციპში არის ძალიან კარგი რა მაგრამ საბოლოო ჯამში ხო პრინციპში ორმაგად კარგია რა ანუ იმიტომ რომ მე შენ თუ იქ წარმატებას მიაღწევ ერთი რომ ბრიტანეთის სახელითაც აღწევ იმიტომ რომ იქ ფიქსირდები და მეორეს მხრივ ნუ ქართველი მსახიობი იყვნენ ხა ეგრე და ანუ რაღაც რაოდენობა მსახიობების წავიდნენ რომ ყველასთან მეგობრობ იქ ცხოვრება ხა ადვილი არ არის რა თქმა უნდა თავის იმიტომ რომ ანუ იქ იწევს მუშაობა რაღაც თავი უნდა გაიტანო მარტოობა ძალიან ძნელია აგენტი ხა აგენტი ავიყვანა ერთი შარშან კი არა და ამ დეკემბერს ავიყვანე აგენტი 3 წელი ვიყავი რა არც ვიცოდი მიხვდი ანუ გეუნებიან რომ უნდა მიწერო ვიღაცებს უნდა ის გააკეთო და ანუ არ არის ეგ რა არ ვიცი ეგ რაღაცეები მიხვდი ანუ არ ვიცი და ანუ არ მაქვს ექსკილები და ძალიან დიდი დრო დამჭირდა მაგისტვის და მე რაღაც ბოლოს მართლა მივხვდი რომ თან ბარში ვმუშაობდი ბარში რომ მე მივხვდი რომ აი ბარში მუშაობა ნახდათან მინდა და მამიტოჯობია მივწერო რა მე დავიწყე მიწერა რა და ხო მაგრამ საბოლოოდ ეგ არის და ნუ არაფერი ხა არის ესენი ჩვენები მსახიობები ვინც არიან მარიკა ახუნდაძე სოსო ახვედელიძე თაკი მუმლაძე ბიჭკა ჭეიშვილი ნატალია ჯუღელი ვინც არიან ყველასთან მაქვს ესე ურთიერთობა ყველა რაღაც თავისებურად ცდილობს რა რთულია ხო მაგარი რთულია ხო ნუ ეს აგენტებიც ახლა მივხვდი ყველას მეტნაკლებად ყველას თუ ვცდები ყველას ყავს აგენტი და რაღაც მაგრამ მეც ახლა აი მოდის ხო ხვდები რაღაც ის რაღაც ოდიშენები მოდის და რაღაცა გამოვა რაღაცა არ გამოვა რა იცი ერთადერთი ეგ არის რომ იცი რომ მზად უნდა იყო რა და ნებისმიერ წამს შეიძლება აიღო მოგიწევს სხვა ბილეთის აღება და წახვიდე მე უბრალოდ იმათგან განსხვავებით მივხვდი რომ რადგანაც ოჯახი მყავს აქ და ბავშვები არიან და მივხვდი რომ დრო გადის და რაღაც ამათ გარეშე ანუ მივხვდი ისეც ვერ დაალაგდა ისე არ რომ დაალაგდეს რაღაცა რომ არც მინდა რომ წავიყვანო რა რო არ მოგატყო მივხვდი საქართველოში რა ცხოვრება რა ანუ მინდა რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ წავიდე ვიმუშაო ფორმაშიც ვიყო დაუბრუნდე რაც შემოსავალი მქონდეს ვიცხოვრო ამითი მაგრამ მინდა ჩემ ქვეყანაში ცხოვრება რა და ჩემი შვილებიც მინდა რომ ყველა ვარიანტში წავლენ ხა აგერ ერთი ჩემი უფროსი შვილი ანუ ჩემი ცოლის ჩემი სტეპსან რა ანუ ესე რომ ვთქვათ ჩემი შვილი მიდის ახლა უკვე ამერიკაში მაგალითად ზაფხულში მერე შემდეგ წელს მეორე მიდის და ანუ ცოტა პატარა აჯერ და არ მიდის მაგრამ ყველა წავა სასწავლებელად ვიცი რა მაგრამ ანუ აი ესე რომ მოწყდე და წახვიდე არ მინდა რა ჩემი ქვეყანა და მინდა და ვიცი რომ უნდა ვიბრძოლო ამისთვის და უნდა ანუ არ ხარ ეგრე კარგად არსად და ვერ იქნები რა თუმცა ძალიან კაია აი ეს ვოიაჟზე რასაც ვამბობდით რომ კარგია იმიტომ რომ რაღაც ეს ძალიან დიდი კულტურაა ხო ხვდები რომელიც შემოდის რა შენში ყოველდღიურ ცხოვრებაში ამხელა იმპერია იყო რაღაც მხრივ ყველაზე ანუ ძალიან დახვეწილი ხალხია ყველაფერი ანუ სხვანაირი ყველგან ყოფილი ვარ ევროპაში სხვაგან მაგრამ ეგეთი არსად არ არის რა მიხვდი კიდე მე არ ვარ ნამყოფი ინგლისელები კიდე სხვანაირად რაღაცნაირები არიან რა ანუ ძალიან პირდაპირი ხალხია საინტერესოა რა ანუ ყველაფერი თვითონ ეს გამოცდილებაც უკვე ეს აგენტი რაც ის გადაღებაც ხო თავისთავად უდიდესი გამოცდილება იყო იმიტომ რომ გამოშტერდი რაღაც ეს Warner Brothers სტუდიო და ის და ეს და რო წერენ და ეს კოლშიტები რომ მოგდის გადაღების და რომ ხვდები რომ როგორ მუშაობენ რა ხო ხვდები ანუ სხვა ლეველია რა თუმცა ეგეც რა არის არაფერი იმ ხრივ რომ ბევრი ფულია რა მიხვდი და სადაც ბევრი ფულია იქ პასუხიც ყველას მოეთხოვება და მუშაობს ხალხი გიჟივით რა ვიღაცა მითხრა ეგეთი რაღაც რომ აი სანამ გადაღება არისო
აი ესე იქნებიანო და როგორც გადაღება მორჩებაო ჩათვალეო რომ სტატუსს ეურთიერთებიანო რა იმ წამს რა და არა ადამიანებს რა. მიხდი ეგ ცოტა ისეთია რა პარამაუნტი და რაღაცა და აი ხა აგერ პარამაუნტი ბლოკავს ხალხი ვინც ღაზას იცავს მაგალითად და რაღაც free palestine და რაღაცას იძახის პარამაუნტი მაგსახიობებს აღარ უფორმოს რაღაც ეგეთი ისე. ხო ხოთები ძალიან დიდი ამბავია რა. ვა. არ ვიცი. და რამე ზოგადად რამე პერსპექტივა გააქვს, ანუ სუმოლოდინში ხარ, რაღაცა შეიძლება იყოს. აი რაღაც მომწერა პარასკევს მაგალითად აგენტმა რაღაც მხატვრული ფილმია ივნისიდან იქამდე და ცალია თუ არა ეს თარიღები. მე მივწერე რომ ცალია, კაი გაუგზავნი, ნახოთ რა სიტყვენ ჯერ არაფერი არ ვთქვამთ რა. წინაზე სანამ ეხლა ლონდონში ვიყავ ერთი თვის წინ, სანამ წამოვიდოდ იქ რაღაც რეკლამა იყო რაღაცა იმის ტურისტული კომპანიის რაღაც ეგეთი რეკლამის კასტინგი ჩავწერე. მანამდე იყო რაღაც ფილმის ჩავწერე, რომელიც იყო ბუდაპეშტში გადაღება, ისიც არ გამოვიდა. ანუ ერთის მხრივ არის რომ სწავლობ რომ გაუარებენ. ხო. იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენციაა მართლა. ხო. და მეორეს მხრივ არის კიდე რაღაცა და შევხვდი ახლა სანამ წამოვიდოდი ჩემ აგენტს და უთხარი რომ ძალიან რაღაცნაირი ისეთი კაი ხალია და მე ვთქვა რომ მეც რაღაც უბრალო ანუ ჯობია რომ არ გამოვიდეს ახლა და სადღაც რაღაც მეც რო კარგად ზუსტად ფორმაში ვიქნები და ზუსტად ვიქნები რაღაც მართლა კარგი გამოვიდეს ვიდრე რაღაცეებს ვეპოტინო რა ანუ მიხდი ყველა იმიტომ რომ მაშინ სულ არ მინდა მსახიობობა რა ოღონდ მართლა ისედაც ეგრე ვარ იმიტომ რომ ეს მსახიობობაც რაღაც ხო ისე რაღაც ანუ რა არის რა ანუ არის ჩვენთან არ არის ისე როგორც რაღაც ინდუსტრია არ არსებობს და ცხოვრობ რა და ცხოვრობ რაღაც გამოცდილება გიგროვდება და მე თუ სადღაც ვიღაცას მოუნდება შენი გადაღება ამ გამოცდილებას მოემზადები ცოტა კონცენტრაციას გააკეთებ და გადაიღებ თორე ხა ეგეც ცოტა ის არის ძალიან ეგოს ის არის ო მსახიობი ვარ და მსახიობი ხარ ო შენც ხარ ხა რა ხო ხტები ანუ ყველა ის არის მსახიობი როგორც მარლონ ბრანდო იყო და ის არის რა ეს მსახიობობა ის გადასარჩენი მექანიზმია ადამიანის რა ანუ და ჩვენთან თართულია მაგით რჩენა თავის. არა, ნუ არ რჩენა კი არა. რა რჩენა? ანუ მაშინ ხო ხდება ინფლუენსერი ხარ ან რაღაც ხარ და ეგ უკვე მე ვეღარ ჯდება, აი პრობლემაც ეგ არის, თან ვერ თმობ ამას. აი იმ მსახიობობის რაღაც ხიბლს თავარს რაც არის რომ რაღაცას შენ ადამიანურს რაღაცას აზიარებ მაყურებელთან მაგას ვერ თმობ იმაში რომ მე თუ ეხა შენ მოხვედი კინოში და მე ვნახე ფილმში სადაც მე რაღაცას გულწრფელად ვლაპარაკობ ან მეტირება ან მეცინება ან რაღაცა და მე უცებ ხედავ რომ რაღაც ვამბობ რომ მეგობრებო რაღაც მობრძანდით მაგარი ჭურჭლის სარეცხი ხული დაიბანეთ ხელები ხო ხტები ანუ ეს საერთოდ ქრება რა ანუ არ გამოდის ეგრე რა ანუ მესმის ახლა შეიძლება დენირო იყო და რაღაც წახვიდა და რაღაც ზენიას რაღაცა ის თუ ვიღაცა ვიღაც ვერსაჩეს რაღაცა ჩაიცვა და დენირო ხარ და ჩაიცვა და ისიც კაია და კიდე მოსულა და კიდე 5 მილიონს გადაგიხდიან და აქ ახლა წახვალ და რაღაც 700 ლარს გადაგიხდიან და ჭურჭლის სარეცხი ფილმის რეკლამას აკეთებ ანუ მაგრად ეხავს რა მომარდო ხო მესმის აბსოლუტურად ხო ძალიან რთული ჩვენი და ამიტომ არ ეგრე რა გამოკიდებული ცაში და რაღაც პრინციპ მარა კინოებში ნუ რაც არის სად არის კინო მაგრამ რაც არის მე ჭყონიას ფილმში რომელიც кайხანი გაიწელა არც ვიცი ეგ ჭყონიას ხო ვენეციაში ხანდვიყავი და მაგის მერე ალეკოს ფილმში იყო საერთოდ ალეკოს კიდე რაღაცა მეც ვერ ვიხსენებ კინოს ეხლა რამდენი 6 თუ 7 ფილმი ჩამოთვალეთ ხატრული. ხო, ეხლა ეს ბოლოს ანდროს ფილმშიც ვარ რაღაც ეპიზოდში რა, აი. ხო, ძალიან პატარა. ხმელი ფოთოლში, ზოგადად პატარა ეპიზოდში. გამამძიებელი, ხო. პატარა რა. ხო და ხო ეს ხო იმ ფილმზეც რამე ვთქვათ, ანუ რა ვთქვათ, ხო, რატო არ ვთქვათ აგერ. ხო, ეგ თავისებურად საინტერესო გამოცდილება იყო იმ ხრივ რომ ერთ კადრში იღებდა რა. ხო, ეგრე იყო რაღაცა თვითო სცენა ეხა ზუსტად აღარ მახსოვს რა ქრონომეტრაჟი მაგების მაგრამ იყო რა ერთი სცენა იყო თუ არ ვთქვი 25 წუთიანი უწყვეტი კადრი რაღაც ეგეთი 1 13 17 რაღაც ეგეთები იყო რაღაც ეს ოპერატორი კამერა რაღაცნაირად ეს ოპერატორი იყო ხო ანუ გამოცდილების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის რა იმიტომ რომ ცოტა სპექტაკლივით კინო არის გაიგე და ეს სპექტაკლივით კინოში თამაში თან რო ყადში ხარ თან არ ხარ და
რაღაცა უწყვეტი ის რომ მიდის ძალიან საინტერესო რაღაცა ისინი შემძინა რა მაგან აი მახსოვს რა იმიტომ რაღაც დუბლებში აი ხო 20 წუთი რო სცენა მიდის წარმოგიდგენთ ხა ბოლოს შენ რა თქვა სულ შენ არ ახარ რა სადღაც ხარ შენ გამოდიხარ აუ და სადღაც რო რაღაც არ გამოგივა აი მახსოვს ერთ-ერთი სცენის მერე მართლა ვიძახდი რომ მეთქი სომეს სახეობას თავს ვანებებ წავედით რაღაც ეგრე ვიყავ იმდენად გამოვშტერდი რა რომ რაღაც მეგონა რომ ანუ ეხა როგორ არ გამომივიდა ამ დუბში და თურმე რა სათხარ დუბლებს ვიღავდი 15 17 ანუ წარმოუდგენელი ის იყო და ანუ ძალიან შრომატევადი რაღაცა გამოვიყო რა და რეპეტიციებს გადიოდით მანამდე თავიდან რეპეტიციებსაც გავდიოდით და მე იმას შევედი და თან ერთ სივრცეში ვიყავით რაღაც თითქოს გამოკეტილები და ანუ მაგფრივ საინტერესო გამოცდილება იყო ეხა არ ვიცი ხო ხდება ეხა ფილმი ვისთვის როგორია ვისთვის მოსაწევი ვისთვის არა მაგრამ აი ამ ხრივ თვითონ რუსუდანი რაღაც ძალიან დადებითი გოგოა რა და ოპერატორი ძალიან კაი ბიჭი იყო ეს შვეიცარიელი იყო თუ არ ვცდები და თვითონ დანარჩენი მსახიობებიც ვინც ვიყავით ყველა ძალიან ისე რა ყველა მომართული სამუშაოდ და რაღაცა და ну ეგეთი გამოცდილება იყო თავისებური მე უფრო ვიტყვი რომ მაინც უფრო თეატრალიზირებული კინო გამოვიდა რაღაცა ეგეთი გამოვიდა ნახდათ რო თქვათ მეც ეგრე ვფიქრობ ხო უბრალოდ აი ეგ იყო საინტერესო ხო არა კამერას ეხა რო უყურებს კამერა ხო რაღაცა ეგ იგზნობა კი ანუ არ ჩერდება და ანუ მუდმივად მაგარი მასში ვიყავით მაგარ რეჟიმში ვიყავით და რაღაც თავისი რაღაცა მოიტანა მაგან და მანდაც არის რა ჩემთვის ეხა რაღაცა ჩემ მეხსიერებაში რაღაც ეპიზოდები შეიძლება არის რომ მე რაღაცა გააკეთე რა რომ ხვდები რომ რაღაცა ამოთქვიან რაღაცას გადააბიჯე შენ თავში რაც რომ გამახსოვდება რა მაინც ხვდები ნებისმიერი ფილმი ან ნებისმიერი სერიალი იყო რაც არ უნდა იყოს რაღაც ეგეთი ღირებული ყველგან შენთვის არის რა როცა მონაწილეობას იღებ რა და შემდეგი იყო მთავარი როლი ალეკო საბაძის ფილმში კიაროსკურო და რაღაცა ქვია კიდევ აჩრდილის კვალდაბა კი ბატონო ხო მთავარი როლი მთავარი გმირი რეჟისორს თამაშობს ფილმში როგორ იყო ალეკოსთან მუშაობა ну მაინც შეგვიძლია თქვა რომ ალეკოს გამოცდილი კლასიკოსი გამოდის უკვე რომელსაც ლაკაშონება იყო წინაზე ხარაკს ხოთაშორის კიდევ ერთხელ ვიცი ამონა მაგარი როგორი არის ამის ცეკვა რომელიც იძახისო დავკარგეო და ვერ გავიგე ხო ეგ ძალიან ყველაზე კაი ფილმია მაგის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეგრე რომ მეც იმდენი ხანი არ მინახავს შეიძლება არ მომწონს მაგრამ მე ვიკითხე და არ ვიციო და ცუდი ხარისხით არის ხო ცუდი ხარისხით არის ხო ალბათ რთულია და მაგარი დასანანი არის ხო არა ალეკოსთან რა ვიცი ალეკო მე და ალეკო მაგარი ძმები გავხდით რა ანუ აი მაგით პირდაპირ ვიტყვი რომ თავიდან ვეღონთ რა ანუ ისეთ ანუ რაღაც ისე უცნაურად შევედით რაღაც ისეთ წერტილში ეგრევე ანუ მე ხვდი რომ დავიწყეთ ლაპარაკი რომ აი რომ დამირეკა რომ მე აი ესე რა მანამდე ლელიმ დამირეკა რომ აი ესე ალეკო ფილმს იღებს რაღაც და დაგიკავშირდება მივცემ შენ ნომერს და კაი მეთქი კაი და დამირეკა ვილაპარაკეთ აი უკვე ტელეფონზე ლაპარაკში უკვე ვიცოდი რაღაცა რომ ისეთი იყო და მე რო შევხვდით და ხვდებოდით რა რამდენჯერმე რა და თვითონაც ეხა ძალიან პირდაპირ ტიპი არის რა ანუ მიხდი არ უყვარს მაგას რაღაც ისა რა ანუ არ ამბობს არაფერს ან თუ ამბობს ეგრე ამბობს და ანუ მე რაღაც დროს მითხრა რომ პირდაპირ მითხრა რომ მოკლედო მეო შენზეო ჩემი გულიო მოდისო რა შენსკენო რა მანამდეც ეხა ეძებდა რომ თავარ როლს რაღაცა არ ვიცი ხა ახამ გითხრა სხვათა შორის კი თუ რა მეცო ისაო და მე მითხრაო რომ არა აი რომ მითხრაო როლები პირიქით ხო ბოჭორაზე რომ მითხრაო მეც უთხარიო რომ ეგო მაგის როლიაო არ ვიცი მართლა ეგრე უთხრა თუ არა ხო არ ვიცი რა ანუ კიდე რაღაც ვიღაცაებთანაც ქონდა როგორც ვიცი მაგრამ ანუ ესე მოხდა და მაგ პერიოდში ზუსტად როცა მე ალეკოს შევხვდი მაგ დროს წავედი ლონდონში რა და ეგ დაემთხვა ძალიან მაგრა იმიტომ რომ მე ამან მითხრა რომ შენო აი აბაო შენო რაღაც ჩამოხვალო მითხრა გაიგე მეთქი როგორ ჩამოვალ მეთქი და 6 თვე წავედი და ლონდონში ეს ჩემი პირველი წასვლა იყო და თავიდან და მუშაობდი ერთ 5 სხვადასხვა ბარში და რაღაცა ფორმაშიც სხვანაირი ფორმაში ჩავდოქით რაღაცა და ლონდონიდან ჩამოვედი და ის სცენარი მქონდა იქ და მეტი რა საქმე მქონდა და ხო ხვდები ჩამოვედი მაგარხოძე რა და ეგრევე გადაღება დავიწყეთ რა ну რაღაც მოსამზადებელი პერიოდი გადაღება დავიწყეთ და ну ხო რა არ ვიცი ხა ეგეც რავი რა მაგრამ ჩემთვის საუბრები როგორ ანუ ალტერ ეგო იყო მისი იყავი თქვა ალეკოსთვის ხვდებოდი რომ ეს მის მასზე იყო ანუ თვითონ არის რა ანუ ეგეც ეხაც თქვა იქ ქუთაისში რო ვაჩვენეთ
ფილმი მან ეგეც თქვა რომ მე ესო მევარო ეხა. ოღონდ კაცი არ მომიკლავსო ეგ დაამატა. ხო და ბიჭო რა მინდა იცი როდისმე მოვიყვანთ ალბათ აქ და ისა ეგ მინდა ვკითხო რა ანუ წინა ფილმშიც ის რენეში ვიღაც დაბრედვა უნდა ყველა ვარიანტში და რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრიდავ და კინოში დავბრიდავ ნერვებში აშკარად დამიჭერენო რაღაცა იქაც რაღაცა მურტულად ბრიდავს აქაც რაღაცა მუღამშია დაბრედვის ხასის ხო რა ძალიან უცბელად თქვა რა არა ხო ძალიან მაგარი პროცესი იყო ეგ რა რაღაცნაირად ანუ აი მიუხედავად ჩვენი ვთქვათ ასაკობრივი სხვაობის აი პირველად ისე დავახლოვდით და მთელი ეს პერიოდი რაღაც ისე აი ხო რაღაც ერთად მოგზაურობდით რა ანუ იმ ხრივ რომ აი ყოველდღე გადაღებაზე გიო რაღაც მოვიდო და მეტყოდა ბიჭო რაღაც ხო ესე ხო არა ესე ხო არ ჯობია რაღაცა და ანუ მეც თვითონ მთლიანად ამ მდგომარეობაში ვიყავი რა ანუ რაღაცნაირად მეც სახში ძალიან პრობლემები შემექნა მაშინ ანუ მეც ეგრე ვიყავი არ მეძინა რაღაც მივდიოდი ხანსად ვიყავი აი რაღაცნაირად ვიყავი რა ძიმსავით რაღაც შიერი მგელივით დავძრწოდი რა რაღაც ეგრე და ხო რა ეგეც ეგრე იყო რა და მოგეთ როლში ეგრე შედიხარ მე როგორც ხვდები ხა შენ ლაპარაკიდან რომ რაღაცაერად იმ დროს ცხოვრობ შენი პერსონაჟი ხო რა რაღაც ხო რა ეგ არის მნიშვნელოვანი თქო კი არის რა ხო როგორც ხვდები ეგრე აი ხარო რაღაც მართლა აი ხარო რაღაც კი მივხვდი რომ ეგ არის რა ანუ რაღაცნაირად იმ გარემოში უნდა ვიყო რა და ანუ ეხა თუ ეგეთი ძალიან dark და რაღაცნაირი პონტი არის მირჩევნია რომ ხო ხვდები წავალ აი ისეთ სხვა შორის რუსუდანის ფილმზეც მაშინ კიკეთში მარტო ცხოვრობდი და იქიდან ჩამოდიოდი ხოლმე სკუტერით დილავით ის დაგრუზული ანუ სახლიდან სახში არ ცხოვრობდი რა ანუ მაგ პერიოდებში ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ ანუ ოჯახთან ერთად არ ვიყო და რაღაც ეგრე რა ისედაც რომ ანუ შენთვის ხარ და ფიქრობ და მაგაზეც რა ხო ხვდები რამე ის კი არ ვიცი ერთი ვიცი რომ როცა ხარ მარტო და ბევრს ფიქრობ რაღაცაზე აი რო თუ ხარ მარტო და ბევრს ფიქრობ კაცის მოკვლაზე ბოლოს კაც მოკლავ რა ანუ აი ეგრეა და როცა ხარ მარტო და ფიქრობ როლზე ბევრს რაღაც რო აი ესე ხტები რა რაღაცნაირად ეგ რა უბრალოდ ანუ შედიხარ იმ როლში რა ხო აი კინოდა რო გამოდიხარ 2 საათი რო ზიხარ და რაღაცას რო უყურებ აი სახეზე ხო რაღაც სხვანაირი ხარ რა იმიტომ რომ აი იმისი აი ეგრეა ეგეც რა ხო რა ცოტა ჟარგონზე უნდა გკითხო ხა შეიძლება ხასიათი ტიპი თუ არ გაგისწორდა შეიძლება ვერ იმუშაო იმასთან ერთად აი ქონია ეგეთი არა ანუ ვერ ვიმუშავებ ვიცი რა ეხა დიდად არ მქონია ალბათ მაგრამ ხო რა კიდე ერთი მხარე რომელიც ეხმა ყოველმა არის ის არ ვიცი დღემდე ხარ თუ არა იყავ ერთი ზოდიაქოების მნიშვნელობა რაღაც ადამიანი ისე რა მაგაზეც ფიქრობ ხოლმე რომ აი ეს რა ზოდიაქო შეიძლება იყოს და რამდენად ვერ გებით ხასიათებით და რამდენად კი ალეკო ვინაზო არა ალეკო მორიელია რა და ალეკოსთან კაი იყო ის იმიტომ რომ მივხვდი რომ მორიელი მე რაღაც ეგეც კიდე ცალკე თემა არის რომ მე მაქვს რაღაც ადრე ვიყავი ასტროლოგთან რომელმაც მითხრა რომ რაღაც მე თვითონ რაღაც მარსი და რაღაც მორიელში მაქვს და მაშინ იმათ და რაღაც ფარველი პლანეტა რა აი ერთი რამ მახსოვს რა ზუსტად არ ვიცი ეს რაღაცები რაღაც მაგრამ მითხრა რომ შენი ფარველები იქნებიან სულ მორიელები თუ რაღაცა და ნუ ჩემი შვილია პატარა გოგო მორიელი და კიდე ანუ ჩემი დეიდაშვილი და ანუ ადამიანები სულ ჩემ ცხოვრებას გაზდევენ ვინც ანუ ეს მორიელებთან რაღაც არ განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს რა და ალეკოც რო გავიგე თან ეს dark რაღაც ძალიან ისეთი სცენარი და რაღაცა და მორიელი მე მეთქი აი ზუსტად ეგ უნდა იყოს რა ანუ ხო ხტები რომ ანუ ძალიან კაი რა იმიტომ რომ აი გარი რომ მიხდი უთქმელია რაღაცნაირია და პერსონაჟიც შესაბამისად ის პერსონაჟი ვატოც მორიელია რა ანუ ამიტომ მაგიც არის ხო რომ ანუ გმირიც შეიძლება რომ რაღაც შენი მე თვითონ ტყუპები ვარ და ჩემი გამჭირვებია მე ცოტა შენ მორიელი ხარ ვერ ყვევი მაგამ შენ მერწყული ხარ მერწყული ვარ მერწყულებიც მიყვართ მეორე შვილი მერწყულია და ამიტომ მორიელებზე და მერწყულებებზე განსაკუთრებული ის მაქვს ამას ეთყობა რამე რომ მორიელია ერთი შეხედვით ნუ ერთი შეხედვით არავის არ ეთყობა არ მოწონს ეს სათვალე ასე რომ რაღაც ეგრეა რა იმიტომ რომ რაღაც ხვდები ღრმა და ისეთი ტიპები არიან რა ანუ უფრო ინტუიციური და პირდაპირ მოკიბის გარეშე რაღაც ეს მერწყულები სხვა შორის ეგეთები არიან მაგაც ეგ საერთო ხო ჩემი მაშინ რა გადავედით ბლიცზე არა ერთი ხო და ერთი უნდა ის ხო კარგად გავიდა ესე იგი 1 საათი გავიდა ხო და ბარემ ბოლო ფილმიც რაც მოდის ხო ისევ კობერა მოდის ისევ კობერა მოდის კი ხო და ეგ მაგარი ამბავია არ გამოხდა არ ვიცი ანუ აქ არ გამოხდება არაფერი მაგრამ სხვაგან რაღაც რა ნახოთ რა
კობერა მოდის, ოღონდ არ ვიცი რა არაფერი ამ ფილმზე. ანუ კობერასთან ეგრეა, მართლა მეუბნები, რომ მართლა არ ვიცი რომ ვა, კაი რაღაცა, ისე გეტყვის რაღაცებს. ვეკითხები ახლა იმ დროს ვკითხე რომ მოსამზადებელი პერიოდიც ხო რაღაც გვექნება, იმიტომ რომ მაინც ფირზე ვიღებთ ისა რაღაცა, ხო იცი ისა. გეუნება, მაგრამ არაფერი არ ვიცი ჯერ არ ვიცი. არ ვიცი ჯერა რომ ანუ მიხვდი ანუ ეს რაღაც უნიკალური ის არის რომ შემიძლია რომ მე ვენდობი მაგას როგორც ადამიანს, როგორც აი ხელოვანზე და იმის გარეშე ვიძახი რა. როგორც აი ჩვეულებრივ ადამიანს ყველაფერში და ამიტომ ჯერა რომ ანუ და როგორც რეჟისორს კიდე მით უმეტეს და ვიცი რომ რაც იქნება რაც რის ნაწილიც უნდა ვიყო მე უნდა ვიყო მზად რაღაც და ყოჩავად რა ეგ არის რა. შო არა ჩვენ დაგელოდებით. გადავიდეთ ეხლა გვაქვს ჩვენ ბლიცი. არა რომელზეც ну აი ზოგჯერ შეიძლება ძალიან მოკლედ უპასუხო ზოგჯერ გრძლად როგორც ჩვენ გინდა. ვიწყებთ ბლიცს მოკლედ. ჩემი ყავდა. ფილმი რომელიც ყველაზე მეტჯერ გაქვს ნანახი ამ ფილმები. Braveheart. მაგ ყველაზე მეტჯერ ნანახი. და ყველა ჯერზე ვტირი. და მაინც უყურებ. Freedoms. აი და rilsები რომ ხდება, ხო იცი რაღაც აი სიტყვით რომ გამოდის მაგაზე და სულტირი რა. აი რაღაც დედოფალი მოვიდა წავიდა სულტირი. Braveheart არის მე ყველაზე ბევრჯერ მახნახი და სულტირი. და ალბათ Home Alone რა. ეგეც ბევრჯერ მახნახი. ამ ბოლოს Home Alone-ზე ვტირი მე მგონი რაღაც აი კევინ და რაღაც. ორივე, ანუ მეორე უფრო მიყვარს ისე რაღაც ნიუ-იორკი. მესამე არა, ხო, უფრო პირველი. არა, მესამე არც მინახავს. მესამე და სხვა ბავშვი და რაღაცები არ მოსულა მართალი მოსულა. მაგალი კალკინი. კაი, წავედით. საყვარელი საუნდტრეკი კინოდან. ვა. გეტყვი, ეს რა ქვია. დამავიწყდა ჯგუფს რა ქვია, მაგრამ Be My Baby, Mean Street-ში არის ეგეთ Be My Baby რა, თუ გახსოვთ რა ეგეთი. Rocks რაღაც Rockset თუ რაღაცა ქვია ჯგუფს და Mean Street-ის საუნდტრეკი არის Be My Baby. ვიცი ეგ სიმღერა, ხო გამახსენდა. ძალიან კაი სიმღერა. დავადოთ მე ეპიზოდს რეფერენს. ან კიდე შეიძლება რაღაც ამ ბოლო დროს ხოჩერს ერთსაც ვიტყოდი რომ არა ბევრია, მაგრამ ძალიან მომწონს ფილმებში ჯონი ქეშის საუნდტრეკები რა. აი ყველაზე მაგრამ მომწონს და საერთოდ ჯონი ქეში ძალიან მომწონს და აი ის ფილმი მოგწონს, არის გადაღებული. თვითონ ის რო თამაშობს რა ქვია, ხო Phoenix. ცუდი არ არის. ბიჭო, არა ხო, ანუ რა კიდე უნდა ვნახო. კიდე უნდა ვნახო, იმიტომ რომ მაინც რაღაც ვერ იტყვი. კი, ხო, ჩვენც ვერ. მაინც და რომელ ფილმებშია ჯონი ქეშის სიმღერები აღარ მახსოვს. აი არც მე არ მახსოვს რა. მაგრამ რო ხდება გას. აი ხა ერთი ფილმი არის მაგალითად რომელიც ძალიან მომწონს და მგონია რომ იქ არის, შეიძლება არ არის იქ რა. არის ეგეთი იმის მელქიადესის სამი საფლავი თუ რაღაც ეგრე ქვია, ტომი ალი ჯონსის ფილმი არის ეგეთი და მგონია რომ მან და არის, შეიძლება არ არის. მაგრამ ბოლოს სადაც შემხვდა ჯონი ქეშის საუნდტრეკი, ეს არის სერიალი მობლენდი და იქ არის ეგ სერიალი Beast in Me, ეგეთი სიმღერა არის, ეგ არის მან და მიყვება თან მთელი ამ სერიალს ეს საუნდტრეკი. კერძო ბოლო სერიაში მთავარი იმაში. ისე უხდება რომ მობლენდი არის ტომ ჰარდი და პირს ბროსნანი და მაგარი საკაი კრიმინალური სერიალი, აი ძალიან მაგარი. ხოშიანი კი ბატონო. აი მან და არის და ძალიან მაგარია და მივხვდი რომ ანუ დრო არ აქვს რა და რაღაც უხდება. ხო რა, ეგრე ვიტყვი. ოკეი. ფილმი რომლის გაგრძელებასაც ნახავდი. Braveheart-ის. რაღა უნდა მოხდეს. ანუ რავი რა, ახლაზე ხარ. რამე. აბა ის რა ქვია. აი, ტოპ 3 საყვარელი სამსახიობო პერფორმანსი. ვა, საინტერესოა. ამაზე უნდა იფიქრო ახლა. კი. ო. ეს ეხლა რა ვიცი მართლა. Mel Gibson-ი არა, ეგ უკვე მან უკვე Mel Gibson-ები რაღაცა. ეგ გადადის ხო? მან უკვე სხვა იმაში გადავედით ახლა. სოფი მარტო ყურები მიწვის უკვე. კაი. მარლონ ბრანდო ახსენე წერანდა ის ხო? მარლონ ბრანდო ახსენე ხო, მაგრამ ნუ კაი, აურაძნელია. ბიჭო, ეგეთი რაღაც ბლიცის არის, ქუჩაში ეკითხებიან რაღაც. ერთი ქალის სახელი დაასახლე და ვიღაცები ქალის სახელს ვერ ამბობენ რა, ეგრე ვარ ახლა რა. ხო და კაი. ჯერ მოდი მივხვდეთ საყვარელი მსახიობები, ვინ არიან? ხო, მარკეტ უნდა წახვიდე ალბათ. დე ნირო თუ ალ პაჩინო. ჩვენი საყვარელი კითხვა.
ალბათ ჩემთვის მაინც დენირო. რა დენირო. კაი, არ ვიცი რა. კაი, მე მოიფიქრე კაი, ცოტა ხანი მაცადე და ვიტყვი რა. თუ ამოხტება რამე გითხარი, ოკეი. თა სამიო. სამი ხო, სამი ისე. სამი. ერთი სხვათა შორის კაი, ცოტა ხანი მაგ რა ცოტა ხანი ეგ იყოს რაც. ევროპული კინო თუ ჰოლივუდური? ევროპული რა, ჰოლივუდური არა. ბრეივჰარდი? ბრეივჰარტი რაღაც მაინც ის არის რა. ეგ სხვათა შორის ვთქვათ ჰოლივუდური არ არის და იმიტომ რომ ჯერ თვითონ მელ გიბსონიც ძალიან მაშია რა ქვია. ბრძოლებშია იქ არ უყვართ და თან რაღაცა და ის არის რა მაინც. ეხლა გადავდივართ ასოციაციებზე. ანუ გეტყვი რაღაცას ასოციაციურად უნდა თქვა პირველივე რაც ამოხდება რა. ფილმი სპორტზე. რა გახსენდება პირველ? ფილმი სპორტზე? ხო. Forrest Gump. პინგ-პონგს ამაში. დარბის კიდევ დარბის და რავი. ყველა სპორტია და ისტორიული ფილმი. ეხლა კარგი. რა ვიცი. ნაპოლეონი, რა ვიცი. ეს ბოლო? არ მაქვს. ცუდია. ისტორიული ბრეივჰარტი. ო, მაგრამ გამიკვირდა რომ დაფიქრე. ხო, და მოვიცე. კაი, დეტექტივი. True Detective. კარგია. ბიოგრაფიული ფილმი. ბრეივჰარტი. Van Gogh, რა ვიცი. ბრეივჰარტი. ყველაფერს ბრეივჰარტი უნდა თქვა. Van Gogh არ ქვია მაგ ფილმს, რაღაც ქვია William Dafoe თამაშობს. კაია, მე კი არ მინდა. საკაიფო არის, ხო, რა მაგარი მსახიობია ეს. არის ეცია, ანუ რაღაც და უსაოდ ნახატებით არის, ხო, რაღაცა გადაღება. აი რაღაც ძალიან საინტერესო არის. ვინსენტი ქვია, კი. კომედიური მსახიობი. Ben Stiller, რა ვიცი. ანუ ჩემი საყვარელი, ჰა? ქართველის თქვი მაინტერესებს. ჩემი საყვარელი ფილმი არის Tropic Thunder, ეგეთი ფილმი. რომელია ეგა? სტილერი აი რაღაც ჯუნგლებში რო არის, ანუ აი პასტაშა. Robert Downey Jr. შავკანია. ხო. ანუ ეგ არის რა, ეგ ფილმი მაგარი არა, გამწანო ეგ არის. ეგეთი კაი კომედია მე მგონი არა. ხო, სიგიჟეა, კი. ხო. და რა ქართველიც რო კომედიური მსახიობი, ხო. არ ვიცი რა ვერ ვიტყვი. გახსოვს, ოკეი. კომედიური მსახიობი, ეხა ეს რაღაც შეურაცხყოფად არ გამოვიდეს ვიღაცაზე ხო ხტები რა. რატო ხვიჩია? იპოლიტე. ხო, მაგარია. ხო. რა ვიცი, გიორგობიანი. ის რა ქვია, რამაზ გიორგობიანი. რომელიც მიხვდეთ იმის რომ ესე არა ძალიან ჩემ ეზრით აი ძალიან კარგი მსახიობია. დღეს ლაპარაკობდი სერენადაში ხო გიორგობიანი. სერენადაში ლაპარაკა და ანუ ძალიან მაგარია ყველგან. ძალიან მაგარი. იმ კოლგაში ეზე რომ მოხდა. ძალიან მაგარია ხო. აი, ერთი როლის მსახიობი, აი ის როლი რო კარგად გამოზდით და სულ მაგას თამაშობს. საერთოდ ისე? მე მაგას იმის. აი, ერთი როლის მსახიობია რა, რო აი იმიჯი. Jason Statham-ი. აზარი. ხედავში. ჩემთვის აი კიდე ხო არის Jason Statham-ი კიდე რაღაც ისეთი აი ხო აი Dwayne Johnson-ი. მე ცოტა მაღალი კლასიდან ვიტყვი, რატომღაც ერთი პერიოდის მქონდა ჯეკ ნიკოლსონზე ეგ. რანაირად. აი ჯეკ ნიკოლსონზე რანაირად, აი. მე ხა სამ საუკეთესო პერფორმანსში ერთ-ერთ ნიკოლსონს ვფიქრობდი და არა, მე არ ვაკნინებ შესაძლებლობებს. მეც არ. ერთნაირად არის ახლა. ბოლოს კი შეიძლება რა. მე გეტყვი, მე მივხვდი. მიდი აბა. რა, მე მიდი. ოკეი. სერიალი. გიყვარს ხო სერიალები? ხო, ნუ აი ეგ არის რა, ანუ რაც მიყვარს ყველაზე მაგრა და მე დიდი ხანი აღარ მიყურებია, ანუ სოპრანო, ვაიერი და ის რა ქვია, True Detective რა. ოკეი, IMDb-ს იმას სამყევი ფაქტიურად. არ ვიცი, ანუ ეგ არც მაქვს ხო რაღაც, ანუ ეხა Game of Thrones-ი და რაღაცები, ან ეხა მაგრამ დიდად სერიალებს ეხა საერთოდ არა. ეხა საერთოდ არაფერს აღარ უყურებ, ანუ სერიალებს კი არა, ანუ მეც რო ფილმში თამაშობ და შეიძლება იმასაც აღარ უყურებ. ანუ რაღაც იმაში ვარ რა. ყველა რაშიც ვარ რა, ანუ რაღაც турბულენტურ ზონაში და ამიტომ არ ვიცი ახალი რაღაცები, მაგრამ თუმცა ხო რა. ბრიგადა. Sasha Belly. მაგრამ მომწონდა ბავშვობაში. და ბანძიცკი პეტერბურგი. ეხლა ეგენი უნდა გაუშვათ ეხლა სადმე GDS-ზე. სლოვა პაცანაც არის ცუდი სხვათა შორის უყურე სლოვა პაცანა ისიც არ არის ხო ეგრეთ ცუდი ბრატ ეგენი ამერიკაში რომ მიდის და იქ რო რაღაცა და რუსული იდეოლოგიის ხო პიკი ხო ის არის რა
აი ხარი სპეციალურად ჩვენთვის მომზადებული ესეთი რუბრიკასავით რა. ვინ არის ჰოროსკოპით და ჩვენ პერსონაჟებს გეტყვი და შენ უნდა თქვა შენი აზრით ვინ არის ეს ადამიანი. პერსონაჟებს თუ ცნობილად ანუ ცნობ ხო? ვიდე, აბა ვიცი პერსონაჟებს რა. ზაზა. ზაზა? ვერძი. ან მორიელი. კაი. მე იმდენად აზე არა ვარ რომ მე აქ არა. ეს დიდად ვერ შედიოდი. ან ვერძი ან მორიელი რა. ეხლა უცნაურის ოკეი. მიდიება. მაიკლ კორლეონე. მაიკლ კორლეონე? მერწყული. რატო? უნდა გკითხო ეხლა. ბიჭო, რავი რა, ძალიან ის არის რა. მერწყულები შენ არის წარმოდგენა არ აქვს მერწყულებზე ეთქობა თორე. ჩემი ძმა მერწყული. მეც ვარ, მაგრამ არ ვიცი კორლეონე, ხო იცი ხა. ესე შეუულია ადამიანი დაბრიდოს უცებინაში. კი. ბიზინა მერწყული რა და შევარდნაძე და არ არსება მართლა. ბიზინა ზელენსკი და მუსკოლინი და იმან ჩაუშესკუ და მერწყყველა დიქტატორი მერწყულია. გეთიაშვილმა ჩამოწერა რაღაც კაიხოძე არის ანუ ხო ვიღაცა დაწერა ბიზინაზე დაწერა. ისა ჩვენი ახალი პატრიარქის მერწყული ყოფილი. სხვათა შორის კი. ანუ მერწყული ნუ ეხმურებით. არა. კორლეონე საუკუნეა. აჰა. საუკუნე როგორ? ანუ რაღაც ერა არის. ო მე მერწყულის ერა არის თუ ერა და ისინი. ჩემი რო არ არის ვიცი. ტყუპების არ არის. ჩემი რო არ არის ვიცი. ვისაც არის ღმერთმა ჩემი როგორ არის მე. ანუ რაღაც უნდა იპოვო. უნდა მოირგო რაღაც საყონელი. უნდა იპოვო. მერე. კაი, ჯარისკაცის მამა. ჭირჭხები. ოკეი. ფეოლა. თევზები. იქრები რომ ეს აბა ეს ვიღაცამ უნდა იცოდეს ეხა ეს პასუხები ჩვენ ეს ცალკე ამ. ნაღდი ხო არ არის მე პროსტა პერსონაჟი. ხო, რა თქმა უნდა, აბა ეხა ხო პოლიტოხუჩეს ჰოროსკოპი არ ვიცი. პატარძალი ქილბილიდან. ყურო. ისედაც უმა ტურმანი ყუროა და მე მგონი ეგეც ყურო იცის ყურო იქნება. შენ ეგრე იცი, ახო ტურბანი იცი რო ყუროა. კი, არა, ეგრე რომ მკითხო ყველა ვიცი. ეგრე ვიმახსოვრებ რა თორე. ჰოროსკოპების აზზე არა ვარდი და ჩემი ის ამაკ ხო ბავშვებიდან რაღაც ვაყურდები იმათ, შვილებს, ვიცი, შულდოსანი, მერწყული, ისა, მორიელი. ჩემი ვიცი და რაღაცა და სახეობების ტრამპი ტყუპებია როგორ არის. ტყუპებია. და ისიც ტყუპებია ჩინეთის პრეზიდენტი. პუტინი ერთმანეთ მე იმედი მაქვს რომ მასო მე მოვწონვარო და ფიქრობდი რომ მეთქი აი ეს ვიშიფიქრობდი რომ აი მეთქი ეს ტიპი აი ვიზე რატო იძახის რომ იმედი მაქვს რომ იმასაც მოვწონვარო და მე ვნახულობ და ისიც ტყუპებია ესეც ტყუპებია მეთქი აუ პუტინი სასტორია. სასტორი ვიცი რომ ეს ზელენსკია მერწყული. კარგია. თუ არის ზელენსკი მერწყული. აი, აქ ეს ფაქტიურად მოვჩით ახლა, მაგრამ სამი და პერფორმანს დაუბრუნდეთ. კაი, მოდი. ერთი იყოს დენზელ ვაშინგტონის Training Day. ოკეი. რომელიც ძალიან მიყვარს და სულ უყურებ ხოლმე და ანუ ძალიან მომწონს ეგ პერფორმანსი მაგისი მანდ. ერთი იყოს დენიელ დე ლუისის Gangs of New York-ის ის Bill the Butcher-ი და ერთი საერთოდ სხვაგან რო იყოს და იყოს რამე რაღაც იმის კასავეტისის მაგალითად ბენგაზარა იმაში რა ქვია Chinatown ანუ აი იმიტომ რომ ბენგაზარა ძალიან მიყვარს რა ანუ რომ დავთვლი რომ საერთოდ აღუქ არ არის აღქმული მაგსახიობის დიდებულება რა ანუ მიხდი ერთი თვითონ ეხა კასავეტისის გასაგებია და პიტერ ფოლკის და მაგათი ეს რაღაცა ტრიო და ის მაგრამ ანუ აი ბენგაზარა განსაკუთრებით რა ანუ აი მგონია რომ აი ძალიან მაგარი მსახიობი იყო რა და მიყვარს მაგის ყურება და ანუ სულ რაღაც ისე აი რაღაცნაირი სხვანაირი სიმძიმე აქვს და სხვანაირი ის აქვს და ესენი ახლა უფრო არტისტული ვთქვი რომ ხო ხტები დენიელ დე ლუისის და ისიც დენზელ ვაშინგტონის და ეს უკვე სხვა ლეველია კიდე ჩემი აზრით ჯერ კიდე რო ცხოვრობდნენ რა ანუ მსახიობები კინოში
მაგრამ ხო ამერიკაში წახვედი მეც ის არის ეგრევე ევროპაზე არ გიფიქრე ევროპაზე არ მიფიქრია ხო აი ხა ფილმები მოდი ეხა რეკომენდაციებში თუ გინდა ევროპაც გაურიეთ სამი ფილმი უნდა ურჩიო კაი სამი ფილმი უნდა ურჩიო მაყურებელს კაი მაშინ ეხა ევროპაში ეხა ვფიქრობდი იმ დღეს რაღაცაზე ამაზე ეგეთი ფილმი არის Nil by Mouse ეგრე ქვია გარი ოლდმანის ფილმი არის მამამისზე გადაღებული მამამისმა დატოვა რომ პატარა რო იყო როგორ ქვია ისე არ ჩაყლაპო თუ რაღაც ქართულად ეგრე გარი ოლდმანია რეჟისორი გარი ოლდმანი ძალიან მაგარი კანი აქვს მოგებული რა ძალიან მაგარი ფილმი არის რომელიც არის ალკოგოლიკ მამაზე და ანუ თვითონ Nil by Mouse ეგრე ქვია ძალიან ნახულობ ჩვენ რეკომენდაციებს რა სულ რაღაც ჩარჩენილი მაქვს ეგ ფილმი რაღაცნაირად და იმ დროს შემხვდა თვითონ ამ გარი ოლდმანი ლაპარაკობდა ამაზე რომ რატო ურჩევთან რა მაგასაც ვიტყვი ამ ფილმზე რომ ის ამბობს რომ მამა ჩემ რომ დამტოვა 8 წლის ვიყავი რომ წავიდა და მე 25 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალაო და დიდად ურთიერთობა მე არ უნახულობდი ხშირად და ყველაზე და რაღაც რა იყო ყველაზე რთულიო და ყველაზე რთული იყო ისო რომ მაგ დროს არ იციო რომ უყვარდი თუ არ უყვარდიო ანუ უმამობის თავარი რაღაც იმიტომ რომ მეც უმამოთ ვარ გაზრდილი და უმამობის თავარი სიმძიმე და აი ეს ფილმი რაღაც კაია რა ანუ ალკოგოლიზმიც არის ისიც არის სიმძიმე ყველაფერი და ძალიან მაგარი ფილმია თან რა ანუ ეს ისეთი არა მაგის მერე მე მგონი არც გადაუღია მაგას არაფერი ეგ გადაიღო თავის პონჩი მიუძღვნა და გააგზავნა შეულებრია დევს შეგვიძლია ვნახოთ ყველა მე რავი მე გადამოწერილიც მქონდა ეგ სადღაც და მე მგონი აი რო ჩაწერო აი იმაზე ჩაოლებრად გუგლში ნახავ და მე იპოვე პირატული საიტების მეტი რა ვიცი და ისეთი ინგლისელი კაი მსახიობები თამაშობენ თან და კაია რა ერთი მეორე იყოს ჩემს ურჩევდი რაღაც ფილმს მეორეს ურჩევდი იმის ჟან-პიერ მელვილის სამურაი მელვილი ეგ ფილმი არ მაქვს ნახე მაგრამ ისეთი რეჟისორი და სამურაი ანუ მაგარია ნუ ალენ დელონია თან და ძალიან მაგარია და რაღაც სხვანაირია რომ მე რომ მაგის ფილმებიც რომ ნახე და თან ეგ ფილმი განსაკუთრებით მახსოვს რომ აი რაღაც ის მქონდა რა ქვია რა ანუ აი კიდე სხვანაირად დავინახე საერთოდ რაღაცები და ალენ დელონი ხოს საერთოდ ანუ მიხდი ალენ დელონი ხა ყველგან რაღაცნაირია მაგარიც არის მაგრამ აი მან აი ისედაც მაგარი ბევრგან არის ალენ დელონი ძალიან მაგარი ჩემი აზრით და ეგეც კიდე ცოტა დაუფასებელია იმიტომ რომ ძალიან სილამაზე ფარა ეგრე არ არის ძალიან მაგარია მან დაით განსაკუთრებით მაგარია მაგას ურჩევდი და ვა გავიჭედე რა სულ ვიჭედე კაი მაინც ისო ამერიკაში შეიძლება წავიდე დავაი და იმას რა ქვია ეგეთი ვიტყვი რა რაც ხა მომივიდა აზრით იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი აი რეჟისორი ფილმებიც მიყვარს მაგისი მაგრამ ნიკოლას რეის ფილმი არის ეგეთი Bigger Than Life ეგრე ქვია რა და აი მაგას ურჩევდი ცხოვრებაზე მეტი რა ეგეც ძალიან კაი ფილმია და ეგ თვითონ ეგ კაცი თვითონ ნიკოლას რეი რა ანუ ეგ კაცი უფრო მომწონს ვიდრე კიდე მაგის ფილმები თვითონ ანუ რაღაც განსაკუთრებული ის მაქვს მაგის ინტერვიუებს და რაღაცებს რო უსმენ ხოლმე ძალიან საინტერესოა და ხო და აი მაგას ურჩევდი რა რატომაც საინტერესოა სამი სანამდვილი რაღაცა ისეთი კინომანური კინოშნიკური ისინი და რეკომენდაციები კი რომელსაც ისეთი რაც კლასიკოსი ავტორები გიორგი ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენ გაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ თქვათ რომ გამოგვიწერეთ დალაიქეთ Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, YouTube-ი, მეოთხე კედელი. არის ჩვენ თქვენთან ვართ. კიდევ ჩავწერთ საინტერესო ეპიზოდებს, თუ უფრო მეტი აქტიურობაც იქნება, ცხადია, ჩვენც უფრო მეტი ენთუზიაზმი გვექნება. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის და თქვენთან ამ საინტერესო საუბრისთვის. თავს კარგად ვცნობდი და კარგი იყო, მოკლედ წარმატება და მომავალ. მადლობა შენ რომ ესეთ კარგ ხასიათზე დაგვაყენე. ცოტა იყო ძალიან. არც ჩავარდი.